გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ტვინის გასაღების ანალიტიკის მე-10 ეპიზოდი. მე გახლავართ თორნიკე ბაღათურია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი ირაკლი გოგაო, პოლიტოლოგი. მადლობა ბატონი ირაკლი, რომ გვეწვიეთ კვლავ. ისე ჩვენი გადაცემის წინათ აღვნიშნეთ, რომ ყველაზე ხანგრძლივია და მათ შორის ყველაზე რეიტინგული და ესე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ესე გაგრძელდება და ეხლა ბევრი სალაპარაკო თემა დაგროვდა და ძალიან სოფლიოში და საქართველოში და მეც ეხლა შეგნებოდა როგორც ეკონომიკური ნაწილი საერთოდ არ შევეხები და მინდა რომ რაღაც პოლიტიკური ნაწილები განვიხილოთ რა და ჩვენ საუბარი მინდა დავიწყოთ ირან-ამერიკის ურთიერთგაგების მემორანდუმით. ეხლა ფურცელზე ურთიერთგაგების მემორანდუმი, მაგრამ ჩემი აზრით პრაქტიკაში უთანხმოების მემორანდუმია ეს. ეხლა ჯერ თავი დავანებოთ ეხლა კონკრეტულად პუნქტების განხილვას ერთი მომენტი მაინტერესებს, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც ერთი კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარე, ისრაელი, ანუ საერთოდ რო არ მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში და პირველივე პუნქტს არღვევს, სადაც წერია, რომ ყველა ფრონტზე სამუდამოდ უნდა შეწყდეს დაბომბები და ასევე ლიბანშიცო, აქ ეს პირდაპირ წერია, პირველი პუნქტი ლიბანის დაბომბვას ხო აგრძელებს. ასევე თავდაცვის ministri გამოვიდა დღეს და ცაჰალიო აუცილებლად დარჩება სამხრეთ ლიბანშიო, ამერიკელებმაც რო გითხრანო, მაინც ჩვენ იქიდან არ გავიყვან ჯარებსო, ასე უსაფრთხოების ministri გამოდის და ლიბანი ცეცხლში უნდა იწოდესო და აი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ამ ყველაფერთან გამომდინარე, რამდენად რეალური არის ეს ყველაფერი რომ შესრულდეს? გამომორჩა თორნიკე, მევესალმები მაყურებელს. ირან-ამერიკის კონფლიქტი არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ ამერიკა არის უკმაყოფილო რაღაცით. რა თქმა უნდა, მთავარი მოკავშირე ამერიკის რეგიონში არის ისრაელი. ისრაელი თავის დროზე 47 წელს როცა შეიქმნა, გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა, საბჭოთა კავშირმა და სტალინმა დაუჭირა ამას მხარი. ეს იყო ერთ-ერთი დრამატული გადაწყვეტილება ამ რეგიონისთვის და ის ებრაელ ხალხს მიეცა საშუალება, რომ საუკუნეების და ათასწლეულების შემდეგ აღედგინა, შეიქმნა თავის სახელმწიფო. იქ იყო გადაწყვეტილება, როგორ პალესტინელებსაც ჰქონდა პალესტინის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შექმნის უფლება. ხო, ეს ბალფურის დეკლარაციაშიც იყო 1020 საუკუნის დასაწყისში, ბალფური იყო ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როჩილდების ოჯახმა მოახერხა ამაზე ბრიტანეთის დათანხმება. რატო ბრიტანეთის? იმიტომ რომ ბრიტანეთი იყო პალესტინის სამანდატო ტერიტორიის, ასე ვთქვათ, უფროსი ნაჩალნიკი. იქ მაშინ გაიყო, ესე იგი, ბრიტანეთი, საფრანგეთი ამ ქვეყნებს შორის სამანდატო ზონები გაყოფილი იყო, ხო? სირია მაგალითად საფრანგეთს შეხვდა, ლიბანი საფრანგეთს შეხვდა, ხოლო პალესტინა და საუდის არაბეთი და ეს არაბული ნახევარკუნძულის ქვეყნები რა ტერიტორია ბრიტანეთს. ამიტომაც ბრიტანეთს კითხეს მაშინ აზრი. თუმცა ეს დიდხანს ვერ განხორციელდა, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო მალევე, შემდეგ მეორე მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხერხდა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა. ამიტომ გაეროს გადაწყვეტილებები ფაქტურად მსოფლიო უმრავლესობით არის მიღებული. მსოფლიოს ქვეყნები არ უნდა აყენებდეს ეჭვის ქვეშ არც ისრაელის არსებობას და არც პალესტინელების უფლებას შექმნას სახელმწიფო იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი სახლობენ. და ახლა ირანი მაგალითად ხო არ აღიარებს ამას, ისრაელის უფლებას, რომ კონდეს თავისი სახელმწიფო. და რაღაც სიონისტურ თემებზე მსჯელობს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ომი საერთოდ არის ესხატოლოგიური, მეტაფიზიკური, რელიგიური ომია. და რელიგიური განზომილება ჭარბობს მასში, იმიტომ რომ ერთი მეორეს მიიჩნევს უბედურებად და ბოროტებად. ამის გამო ხდება ბევრი რამ და უნდა ითქვას ისიც, რომ რელიგიური მართლმორწმუნე პოლიტიკური ლიდერები არიან ერთ მხარესაც და მეორე მხარეს ახლა ირანს მართავს აიათოლების საბჭო, მარჯებს უწოდებენ ამ რელიგიურ განსწავლულ თეოლოგებს კი არა, რელიგიაში განსწავლულ ხალხს. ეს აიათოლების საბჭო, აქეთ კიდე ეს ბავშვობიდანვე თორას ასწავლიან, ხო, თალმუდს, თორას და ბენიამინ ნათანიაჰუ ერთ-ერთი ეგეთია თორაზე და თალმუდზე აღსტილია. და არა მარტო აი ბენ-გვირი მაგალითად უსაფრთხოების მინისტრი. შესაბამისად, რელიგიურობის დონე ამ ლიდერებს შორის ირანშიც და ისრაელშიც არის ძალიან მაღალი.
და ამის გამო მათი ასე ვთქვათ შეთანხმება არის რთული, იმიტომ რომ სულ სხვადასხვა გაზომილებებზე საუბრობენ, მაგრამ ასევე მაღალია რელიგიურობის დონე ამერიკაშიც, ამერიკელ პოლიტიკოსებს შორის. ნუ ეხა იქ უფრო პროტესტანტულ ესეთი ბაპტისტურ ევანგელისტური მიდგომებია და გამოიკვეთა საერთოდ რელიგიური, ესე იგი ევანგელისტური სიონისტების ფრთა. ანუ ისინი ებრაელები არ არიან, მაგრამ სიონისტები არიან, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ ესე იგი სოლომონის მესამე ტაძარი დააჩქარონ. აღაშენდეს მალე რომ რომელი ქრისტე მოვიდეს მაგის ხო საერთო მიზანს მიიპოვეს ერთმანეთში ხო. ხო და რა ვიცი მე მგონია რომ პოლიტიკოსები ესე იგი რაც არის დაწერილი წმინდა წერილში ხო ის აუცილებლად მოხდება. მართლმადიდებლების ჩვენი ხედვაც ესეთია, ოღონდ ამას არ ჭირდება პოლიტიკოსებისგან და ადამიანებისგან რაღაცა ხელის შეშველება, ხელის შეწყობა. არ არის ეს ღმერთი, როცა საჭიროა, თვითონ გააკეთებს იმ ადამიანებს, ვინც საჭიროა, იმიტომ რომ ესე არ ირჩევს, აი მაგალითად ჩემი გადმოსახედიდან ღმერთი რაღაც დღეში 50-ჯერ თუ ლოცულობ არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი შენ აგირჩევს რაღაც საქმის გასაკეთებლად, ხო? ის თვითონ იც ხა სტალინი მაგალითად, სტალინი ჩემი აზრით მართლაც ღმერთის შეეული იყო იმ მისიისთვის, რაც მან შეასრულა ფაშიზმისგან სოფლიოს გათავისუფლება, მაგრამ მანამდე ბიოგრაფიას რო გადახედო, ვინ იყო სტალინი, ხო? იმ კანონებით, როგორ შეფასება მივცეთ. რეკეტიორი იქ მენავთობებს აღაჩაღებდა, არეკეტებდა ბაქოში, აქ საფოსტო რაღაცა ყურებს ეტლებს ძარცვავდა, ნუ იმ კანონებით იყო ბანდიტი, ოღონდ ნუ ნაშრომ ფულს აკმარდა რაღაც რევოლუციის საქმეს. ეს მე რაღაც მუსულმანებს გაუკეთებენ იმდენი ქრისტიანული საქმეები, ეგრე არის ეგ. ამიტომ ჩემი აზრით აქ ეს მიდგომა რომ რაღაცა ჩვენ პოლიტიკოსებმა რაღაც უნდა გავაკეთოთ ისეთი რომ დაჩქარდეს იქ სოლომონის ტაძრის აშენება ან არ შენელდეს და ესე იგი არ დაუშვათ ამის აშენება ეს არის სულ აი წლის ნახვა ჩემი აზრით როცა საჭირო იქნება უფალი ჩაერევა და თვითონ დაალაგებს ამ ყველაფერს და ეს მეორედ მოსვლა იქნება თუ სხვა რელიგიური მოვლენები რაც ბიბლიაში აღწერილი იონას გამოცხადებაში აღწერილი ეს თავისთავად აღხდება როცა დროა შეიძლება 1000 წელი არ აღხდეს შეიძლება 2000 წელი არ აღხდეს ხო შეიძლება 100 წელში აღხდეს ხო და შეიძლება 100 წელში აღხდეს კი მაგრამ 10 ნაკლებად ხო ნუ რა ვიცი სულეთია ბეთო ხო არა ხო მესმის ჩვენ არ ვიცით ჩვენ ვშობთ მაგრამ ღერთი წყვეთ ხო და ამიტომ ეს მგონია რომ ზედმეტი მოდით ყველას ვინც არ მონაწილეობს აი ამ გაგებით ჩვენ კიდე რა ხა ნუ ეს უნდა დავაკვირდეთ ამ სიტუაციას და მეორე საერთოდ მე მკითხე ერთ ათონის მთაზე ნაცხოვრებ და თეოლოგს ქართველს რომ აი ეს მეორედ მოსვლა ეს აპოკალიფსი იოანეს გამოცხადების ეს 4 მხედარი ჩვენ მორწმუნეებმა რა უნდა გავაკეთოთ არაფერი შენ რწმენაში უნდა იყო შენ არაფერი არ მოგეთხოვება რწმენაში უნდა იყო ილოცო და შვიდად დაელოდო უფლის მეორედ მოსვლას. აი ეს არის ქრისტიანმა რაც უნდა გააკეთოს და ეხლა იქ რაღაც ევანგელისტი ევანგელისტები და რაღაცების ეს ალბათ უფრო შენიღბისთვის სჭირდებათ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიტიკური მიზანი რა არის ახლა? რეალურად შედეგების მიხედვით ვიმჟელოთ, ხო? რა გააკეთა ტრამპმა ახლა? ტრამპმა აწიოკა ჯერ ირანის მიაყენა უზარმაზარი ზიანი, მაგრამ რეალურად აწიოკა არაბული სახელმწიფოების სპარსეთის ყურს. ყატარი, კუვეიტი, ესე იგი ემირატები, საუდის არაბეთი ნაწილობრივ და ომანს არ შეეხდნენ და ბაჰრეინი. იქ დიდი კაპიტალი გროვდებოდა ამ პროცესის განმავლობაში. იქ დიდი ფული მართლა მოგროვდა, მარტო დუბაის ესე იგი საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია მიაღწია $1 ტრილიონ. ვარშავის ბირჟასაც კი გაუსწრო, რომელიც პირველ ხუთეულში შედის ევროპის საფონდო ბირჟების და $1 ტრილიონ თანაც ისეთი მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მილიონერები ყიდულობდნენ უზრახონებას, იქ აქციებს, კომპანიებს იქ არეგისტრირებდნენ, აი IT სექტორი, ხო, იქ მედია სიტიში NGO-ების და მედიისთვის უბანი გააკეთეს, ხო, დუბაიში. და ეხლა შეერთებულ შტატებს ჭირდება დღეს რატო ხურავენ ამ პროექტს.
ესე იგი, ემირატების, კუვეიტის, ყატარის, საუდის არაბეთის კეთილდღეობაზე ზრუნავდა დიდი ბრიტანეთი პირველ რიგში, უსაფრთხოებას ეგენი უზრუნველყოფთან და მერე შეერთებული შტატები. და ეხლა დადგა დრო, როდესაც შეერთებული შტატებისთვის ეს ბრიტანული ასე ვთქვათ რენტა, რომელსაც იქიდან იღებს, აღარ არის მისაღები და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხლა ჭირდება რამდენიმე ტრილიონი დოლარი იმისათვის, რომ მოხდოს ინდუსტრია თავის ქვეყანაში თავით. აი ტრამპმა გამოაცხადა, რომ მე მჭირდება რეინდუსტრიალიზაცია. 90,000 ქარხანა გავიდა ამერიკიდან, გიგანტები, მანქანათმშენებლობა მთლიანად გადასცეს უცხოეთს. მეტალურგიაში ახლა ფოლადი არ ჩვენ ვცხოვრობთ ფოლადის და მეტალის ერაში, ხო? ყველაფერი მეტალის არის. ახლა პლასტიკისაც შეიძლება რაღაცა გამოუშვა, მაგრამ გამძლე არ არის და მზე ულტრაიისფერი გამოსხივება მას აფუჭებს, მაგრამ აი შევადაროთ, ამერიკაში ხდება წელიწადში 80 მილიონი ტონა ფოლადის გამოდნობა. ჩინეთში მილიარდი ტონის. ანუ 12 მაგი განსხვავება, უზარმაზარი განსხვავება. ხო და ეხლა ამერიკამ გადაწყვიტა, რომ ინდუსტრიალიზაცია მოახდინოს ოღონდ წერტილოვანი. ანუ ყველაფრის ინდუსტრიალიზაციას კი ყველაფერ ქარხანას და ყველა დარგს არ აბრუნებენ. აბრუნებენ მაგალითად ეხლა ხო ელექტრომობილები და ეს ვითარდება და ელექტრომობილებს რა ჭირდება? ბატარეები, ელემენტები, ხო? ანუ ენერგიის შემნახავი. აი ამას განავითარებენ, ეს ლითიუმ-იონური ბატარეების განვითარება მოხდება. შეიძლება მარილის არის კიდე ტექნოლოგია, მარილს იყენებენ ენერგიის შესანახად და კიდე სხვადასხვა ტექნოლოგიები ამ ენერგიის შესანახად. მოკლედ მაგას განავითარებენ, აშენებენ უკვე სიმძლავრეებს, ნახევარგამტარებს განავითარებენ, მანქანათმშენებლობის ნაწილს განავითარებენ, ძრავშენებლობას განავითარებენ. აი ხომალდებში მაგალითად, ხო? ესე იგი, ჩინეთს აქვს უკვე სოფლიო ხომალდების მშენებლობის 33%. წილით, ამერიკას 1. ანუ ხომალდების მშენებლობა ფაქტიურად აღარ ხდება. მარტო იმავე ამზიდებს და რაღაცებს, სამხედრო რაღაცებს აკეთებენ თორსტები ჯექსონვილის ვერფში, ფლორიდაში. და კიდე ფილადელფიაშიც აქვს. ანუ წერტილოვნად ამერიკა იწყებს, მაგრამ ამისთვის არის საჭირო ამერიკა ძვირი ქვეყანაა. აი ჩვენთან მაგალითად ამ ჭიქის გამოსაშვები საწარმო რო გააკეთო, შეიძლება დაждდეს პირობითად 5 მილიონი დოლარი, მაგრამ ამერიკაში იგივე ხდება 30-40 მილიონი. იმიტომ რომ სამხედრო ტექნიკაც ეგრეა და ყველაფერი. ხო, ანუ წყირველობით უნარიანობა არის ძალიან განსხვავებული. და რო დათვალეს 7-დან 10 ტრილიონამდეა საჭირო, რომ აი ეს წერტილოვანი შერჩევითი რეინდუსტრიალიზაცია მოხდეს და ფული ახლა ამდენი ფული რო დაბკი შეუძლია თვითონ აქვთ ეგ ფულის დაზგა და შეუძლია დაბეჭდონ, მაგრამ ინფლაცია ტრილიონი ვალი აქვს. ხო, აი ჯერტი ვალი აქვს, კიდე გაიზრდება უაზროდ და ინფლაცია და უბედურება და ფასები იზრდება. ასე, აი სადაც ესე იგი ფულები არის, აი იმ ფულების მოზიდვაზეა საუბარი და ფულები სად არის? სპარსეთის ყურეში. ვის აქვს? ირანს კი არ აქვს დიდი ფული. აქვს აი ამ თქვენი ძახით რომ იქიდან კაპიტალი რო წავიდეს ამერიკაში, ეს ერთ-ერთი მიზანი ეს იყო ამერიკის. იმიტომ რომ რეგიონის დესტაბილიზაცია აუცილებლად გამოიწვევს იქ მდიდარი ხალხი, შეიხების ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა დაждდება და ესე იგი რა ვქნათ, საწავიღოთ ფული. ნუ განიხილავენ ჩინეთში კი ჩავდოთ, მაგრამ ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, იმიტომ რომ კომუნისტური პარტია შეიძლება გადაუტრებდეს. ნუ ამერიკისგან წავა ყველა იქიდან. ნუ 70%. აი და ეგ ეფექტი მიიღეს უკვე უკრაინის ომი რო დაიწყო, ევროპიდან დაიძრა ასეულობით მილიონი წავიდა. თავის მიზანი მე. ხო. აი ეგ არის მიზანი, რომ აი ესე სადაც ფულიანი ესე იგი ცხოვრობს, ფული ცხოვრობს კი არა, ნუ ფულების კონცენტრაცია არის კაპიტალის, იქიდან ასე თვითნაკადი მიიღონ. თანაც ეს ტრამპი ჩადის და პირდაპირ ეუბნება შენ ამდენი ჩამიდე, შენ რაღაცა 200 ბოინგი იყიდე, ესე ხო აფორმეს ხელშეკრულებები საუდის არაბეთთან გააფორმა 1 ტრილიონიანი თუ რამოდენიმე ტრილიონიანი. მოკლედ გაუკვირდება ყველას და ამერიკას აქვს ინვესტიციების დეფიციტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ინვესტიციები მან დიდება, მაგრამ მეტი ჭირდებათ. ევროპას ეს რა თქმა უნდა არ აწყობს, იმიტომ რომ ეს ბმა დიდ ბრიტანეთს პირველ რიგში, იმიტომ რომ ბრიტანეთი მეთვალყურეობდა ამ სპარსეთის ყურეს პირველი ეგ იყო და ნუ ამერიკაც, მაგრამ ბრიტანეთი. ნუ კონფლიქტი არის და ირანს რაც შეეხება, ხო?
ირანთან ტრამპს აქვს ცოტა სხვა კონფლიქტიც, რომელზეც არ საუბრობენ მეინსტრიმულ მედიაში, ეს არის ის, რომ ირანს განსაკუთრებულად უფრო ახლო ურთიერთობები ჰქონდა დემოკრატიულ პარტიასთან. და ტრამპის წინააღმდეგ დაფინანსებაც კი, ასე ვთქვათ, სქემაზე შეტავდნენ. მე გამახსენდება ერთი ესეთი ეპიზოდი, ირანის შაჰმა თავის დროზე 70-იან წლებში შეიძინა F-16-ები. კი. შემდეგ ესე ბრიტანელებისგანაც შეიძინეს ბევრი შეიარაღება, ნავთობი ჰქონდა, პული ჰქონდა. მოკლედ, მე მოხდა გადატრიალება, ისლამური რევოლუცია, მოვიდნენ ეს აიათოლების ხელისუფლება, მოვიდა და შეერთებულმა შტატებმა უთხრა, რომ მე შენ თვითმფრინავს აღარ მოგცემ. ამ დროს რაღაც დიდი ფული გადახდილი იყო, ნაწილი უკვე. და ის ფული გაყინეს ამერიკელებმა. ფალს არც ფულს ბებეს არ უბრუნებდნენ წინასწარ ნაწილს და არც თვითმფრინავს არ აძლევდნენ და ირანელებმა ჩაურთეს სოჩიკი და გახდა ის 300 მილიონი, რომელიც გადაეხდილი იყო, გახდა საბოლოო ჯამში 1.6 მილიარდი 2015 წლისთვის. და შემდეგ მოხდა ესეთი რამე, რომ ობამა შეუთანხმდა ირანს მოაწერეს ხელი ბირთვულ შეთანხმებაზე და ესე იგი არაფრის გამო ასე ვთქვათ ამ соусში ობამამ გადაწყვიტა რომ ეს 1.6 მილიარდი გადაუხადოს ირანს. ამ დროს 300 ჰქონდათ აღებული, დავა შეიძლებოდა რომ ამდენი პროცენტი არა და რაღაცა შემცირება შეიძლებოდა, მაგრამ მე მოხდა ესეთი რამე რომ კანონია რომ ირანთან სანქციები კონგრესს ჰქონდა მიღებული და დოლარის გადახდა ირანისთვის არ შეიძლებოდა. ამ კანონის გამო ობამამ გადაწყვიტა რომ მაშინ რომ შვეიცარიიდან გაუგზავნოთ, შვეიცარიულ ფრანკებში გადავიყვანოთ დოლარებიო და შვეიცარიულ ფრანკებად გადავუხადოთ 1.6 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი. მოკლედ გააკეთეს ეს ოპერაცია ორი თვითმფრინავი დატვირთეს ქეშით, იმიტომ რომ ირანი ხო SWIFT-დან ჩახსნილი გადარიცხული რაღაცა. ხო. და ეს ორი თვითმფრინავი შვეიცარიიდან აფრინდა და ირანში ჩავიდა ერთი. ხო. კოპერფილდი გამოჩნდა. მეორე კოპერფილდმა ჩახსნა და ნუ ეს ამერიკული მედია, ტრამპის მომღერე მედია მაშინ წერდა რომ ეს მეორე თვითმფრინავი დემოკრატებმა გამოიყენესო საარჩევნოდ. ნუ ეს ვერსია იყო და ეს რა თქმა უნდა ახლა ტრამპისთვის და რესპუბლიკელებისთვის ეს მიუღებელი თემა. ახლა შენ აფინანსებ ჩემ ტერს, იმიტომ რომ თავარი ბრძოლა ეს არის ამერიკის ელიტების ბრძოლა, რესპუბლიკელები, დემოკრატები და მათ უკან მყოფი სერიოზული ბიძიების რა, რომელსაც ტრილიონები აქვთ ანგარიშს. სუპერმდიდარი ოჯახები. ხო, ეს ფედერალური სარეზერვო სისტემის უკან საბანკო სახლები. ყველაფერი მაგენი აკონ შოუ ბიზნესზე დაწყებული, ნებისმიერი სამხედრო სამხედრო კომპლექსი დამთავრებული. და ესენი ძირითადად არიან, ნუ რა თქმა უნდა, ყველაზე გიგანტები ეს არის, აი ელიტები ვინ არის ამერიკაში, საბანკო სახლები. მათ შორის ეს მორგანები, როკფელერები და ასე შემდეგ. ესენი ფლობენ მერე ფარმა კომპანიებს, რამდენიმე ფარმა კომპანიები მერე ფლობენ ტელევიზიებს და ტელესტუდიებს, მაშინ რა ქვია მას, ჰოლივუდში და ევროპაშიც. ევროპაშიც და კი ბატონო, ხო, და ეს ხა და ფარმა კომპანიებმა როგორ მიაღწიეს, როცა მოვიკითხე და გავქეკე ეგ ამბავი, ესე იგი აღმოჩნდა რომ ფარმაკოლოგიის, ანუ ფარმაცევტიკის აფთიაქების კომერციალიზაციის გამო ძალიან ყველაზე მეტ რეკლამას ამერიკულ ტელევიზიებში ათავსებდა ფარმაცევტიკა, წამლების წარმოებლები. და რახან ფულს აძლევდნენ მედიას, ხო, რეკლამაში. მერე უკვე გაუჩნდათ ბერკეტები, რომ მე შენ ამდენ ფულს გიხდი, მოდი რა, ჩემი მხარდამჭერი კონგრესმენი დასვი, ჩემი ლობისტი დასვი, ის დასვი, ეს დასვი და ბოლოს იფიქრეს, რომ მაინც ჩვენ ვხდით და არ ვიყიდოთ რა. და ეხლა დარჩენილი არის ფარმაცევტიკის გარეთ მარტო ეს Fox News-ი რა. Fox News-ი, რომელიც რუპერტ მერდოკის არის. ნუ ეს დიდი ებრაული კაპიტალის წარმომადგენელია და ამიტომაც არის Fox News-ი უფრო რესპუბლიკელებისკენ იხრება ხოლმე. თუმცა თამაშობს. კი, ხო, მაგრამ აბალანსებს. აი მაგალითად ტაკერ კალსონი გაუშვეს. ხო, მაგრამ ტაკერ კალსონმა ესე იგი YouTube-ის სელფებით ისეთი რეიტინგი დადო, რომ რაღაც ასწავლებს ახდენს, ხო, მაგრამ სიმართლეს ლაპარაკობს და იმიტომ სხვა არაფერი, რეიტინგი. ხო. ნუ ტაკერი ძალიან სერიოზული ჟურნალისტია. მაგრამ ნუ ემუქრებიან მას სხვათა შორის. მის მიმართ რაც ისრაელის კრიტიკა დაიწყო, მის მიმართ მუქარები გაიზარდა.
მოკლედ როგორ ჩანს ეს შეთანხმება არ იყო მხოლოდ ესე იგი იმასაც გულისხმობდა სავარაუდოდ ეს შეთანხმება იგულისხმებს რომ ესე იგი ტრამპის მოწინააღმდეგეები აღარ დააფინანსოს ირანს რამდენად შეასრულებენ არ ვიცი მაგრამ ნუ ისრაელი ასე ვთქვათ მიტოვებულის როლში აღმოჩნდა მაგრამ ნუ მთავარი ფორმალური ესე იგი მუქარარა და რაც აწუხებდა ისრაელს ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე რომელიც ირანის ბირთვული პროგრამიდან თეორიულად ბირთვული იარაღის შექმნით ისრაელის განადგურების პოტენციალს ეხება და ნუ ამაზე როგორ ჩანს შეთანხმდებიან რომ მაგას ისედაც ირანი 47 წელი მაგას ცოტა ხანში შევეხები მაგრამ ესეც მაინტერესებს მაგრამ როგორც ერთი რაღაცა მაინტერესებს ხა აი შვეიცარიაში მოლაპარაკებები რო რთულად დაიწყოს გუშინ წინდელ გავრცელებულ კადრებშიც კარგად გამოჩნდა რომ ირანის დელეგაცია სხდომათა დაბაზს დატოვა და მიზეზად დაასახელა ტრამპის იმ დღეს გააკეთებული რაღაცა მუხარაჯის შემცველი განცხადებებით ეხლა ჩვენ ყველა პუნქტს აქ ვერ განვიხილავთ ნამდვილად იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს წაიღებს აი მესამე პუნქტში რაც წერია რომ ამერიკელები თავის პარტნიორებთან ერთად ანუ აღმოსავლეთ ანუ ახლო აღმოსავლეთ ქვეყნები აქ ნაგულისხმები იღებენ ვალდებულებას რომ ირანს გადაუხადონ სულ მცირე 300 მილიარდი ამერიკული დოლარი ანუ ირანის აღდგენის და ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ხა როგორც არ უნდა შეიფუთოს ჩემი აზრით ტიპური რეპარაციაა ხო და რეპარაციას ვინ იხდის წაგებული მხარე და აი თქვენ ეს როგორ ფიქრობთ ხა აი რა ხდება რომ აი ამერიკამ და ტრამპმა მარცხი აღიარა თუ ეს უბრალოდ დროის გაწევლის მომენტია და ასევე ტრამპს უნდა რომ სახე შეინარჩუნოს იმიტომ რომ ხა შუალედური არჩევნები უწევს ასევე ამერიკაში ყველაფერი ძვირდება და თან რა თქმა უნდა ომით არ უნდა რომ არჩევნებს შეხვდეს ხო და თქვენ როგორ ფიქრობთ აი ეს რასთან გვაქვს საქმე ნუ მე პირადად მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სამშვიდობო შეთანხმების მიმართ რომ მისი მდგრადობა კითხვის ნიშნებს იწვევს ტრამპს ახლა შესაძლოა უნდადეს რომ ეს სოფლიო ჩემპიონატი წყნარად ჩაატაროს რომელიც ამერიკაში მიმდინარეობს ფეხბურთში ეს 60 დღეც იმითო იქნა შესაძლოა ამზადებდნენ კიდევ რაღაცა ოპერაციას თუმცა ირანი აღმოჩნდა ქვეყანა ნუ აი რო შევადაროთ არის ეგეთი ცხოველი რა ინგლისურად honey badger ქვია რუსულად მედავიკ ქართულად ქვია მელადათვა აი რაღაცა ესეთი რასამახას მსგავსი პატარა ცხოველია რომელსაც არაფრის არ ეშინია ესე იგი კობრა კვენს არაფერი რაღაცა ნიანგს ეჭკუბება და ლომებს და რაღაც და თვითონ არის აი პატარა ძაღლის ხელა რა როგორ ბჭყალები აქვს ესა და კბილები და ნუ ვერაფერი ვერ კლავს აი ირანი გამოვიდა რაღაცა ეგეთი honey badger-ის ვარიანტში რომელსაც ესე იგი უზარმაზარი დარტყმა მიაყენეს 120,000 შენობა დაზიანდა ქვეყანაში და მაინც გააგრძელა ესე იგი წინააღმდეგობა ისე რომ რამდენიმე სახელმწიფოს ესურეს თავის ბალისტიკურ რაკეტებს. ნუ ამიტომ ირანის ასე ჰაერიდან დარტყმებით და დისტანციურად დამარცხება შეუძლებელი არის. მდგრადი სისტემა აშენეს საერთოლებმა და სახმელეთო ოპერაციის განხორციელებას კი ჭირდება 1,600,000 მეომარი რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს თეორიულად შეუძლია მოაგროვოს რომ გადაწყვიტოს ამერიკამ რომ ეს არის ჩვენი რაღაცა ეროვნული ინტერესი რომ ირანი გავანადგუროთ ამერიკას შეუძლია მის გაკეთება ხო მაგრამ ნუ ეს იქნება სხვა რაღაცების დათმობის ხარჯზე ეს უნდა ესე იგი ცხოვრების დონე ამერიკაში საოცრად მოიკლებს მთელი ქვეყანა უნდა გადაერთოს არმიის ესე იგი კვებაზე და ნუ უზარმაზარი რესურსები უნდა დაახარჯოს ამას და შეძლებს მაგრამ ნუ ყავდათ 300,000 ჯარისკაცი ხო აქ ხო მილიონზე მეტი რა თქმა უნდა ხო ნუ კვადრატულ კილომეტრზე ერთი ჯარისკაცი 1,700,000 კვადრატული კილომეტრი ირანი ხო დაახლოებით ესე ეგ გათვლები სამხედრო პროპორციები ნუ არსებობს და ნუ ასე ეს ჩემი აზრით გამორიცხულია იმიტომ რომ თუ ამერიკა ჩაერთვება ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან სახმელეთო ოპერაციის განხორციელებაში ესე იგი ჩინეთი ჩაუქროლებს და გაასწრებს ისე რომ ვეღარ დაეწევა ვერასდროს. და ამიტომ ეგ უნდა გამოვრიცხოთ. სავარაუდოდ ეს შეთანხმება შესაძლოა აწყობდეს კიდევაც ტრამპს ირანთან მაგრამ იქ იყოს ჩადებული მუხლები რომელიც არ გაჟღერდება მაგრამ ჩინეთის საწინააღმდეგო.
საწინააღმდეგოდ რას გულისხმობ? ეხლა დღეს ჩინეთს და ირანს აქვს შეთანხმება დადებული სტრატეგიული 25 წლიანი, რომლის მიხედვითაც ირანი ჩინეთს აძლევს თავისი ნავთობს 20%-იანი დისკაუნტით და სანაცვლოდ 25 წლის განმავლობაში ჩინეთმა უნდა ჩადოს ირანის ინფრასტრუქტურაში და ეკონომიკაში 400 მილიარდი. 400 მილიარდი რა გამოდის, ესე იგი 25-ზე რო გავყოთ, გამოდის 8 მილიარდი, ხო თუ რამდენი გამოდის 16 მილიარდი. შეიძლება ხო. ნუ მოკლედ 400 მილიარდი 25 წლის განმავლობაში გადანაწილებული. ეხლა ამერიკისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ჩინეთის შეკავება, ჩინეთის განვითარების შეკავება მოხდეს. ჩინეთის ყველაზე მოწყვლადი და ყველაზე სუსტი წერტილი ეს არის ენერგეტიკა. ენერგეტიკა, იმიტომ რომ ენერგოდამოკიდებულია იმპორტზე. ჩინეთს შექონდა ნავთობი ვენესუელიდან, რუსეთიდან, ირანიდან და სხვა ანგოლიდან, ნიგერიიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან. დეცენტრალიზაციას ახდენა. ხო, აი ახლა ეს ტრამპი ცდილობს რომ ის ადგილები, საიდანაც ირანს ნავთობი მიეწოდება, იქ რაღაცა თავისი კონტროლი დაამყაროს. ვენესუელაში მადურო გაიტაცეს და ვენესუელის დანარჩენელითაც შეუთანხმდნენ და ჩინელების ესე იგი ჩაიხსნა. შემდეგ ნიგერიაში მოხდა ესეთი შეთანხმება ამერიკელების და ნიგერიის ხელისუფლების. ანგოლიდან გააქვს კიდე ჩინეს და ანგოლასთან ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და ალბათ სავარაუდოდ არც მოხერხდება. ინდონეზიიდან იღებს კიდე ნავთობს და რუსეთიდან. აი ნავთობის ესე იგი ისეთი შეზღუდვა კი არ არის რომ აუგზალონ მიყიდვა და რაღაცა პირობები თან აი ესეთი ან დისკაუნტის გარეშე იმიტომ რომ მოდელირებას როცა ვაკეთებთ ესე იგი ჩინეთი დაახლოებით 2022-25 წლებში ნომინალური ეკონომიკითაც გაუსწრებს ამერიკას. ანუ მსყიდველობითი პარიტეტით უკვე გაუსწრებს. და მაგაზე ვეჭყუბება სულ ამერიკა რომ აი შენ გვატყუებ, იმიტომ რომ იუანს სპეციალურად ასუსტებ. იუანში ესე იგი როგორი რაღაცა იუანის კურსი დღეს არის 6.5 თუ 6-ზე ცოტა მეტი. $1 6 იუანი და რაღაცა. და რეალური ძალა არის 3.2, 3.5. ანუ ორჯერ უფრო ძლიერია იუანი, ვიდრე ამას ჩინეთი ოფიციალურ კურსებში აფიქსირებს. და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის ეკონომიკა იუანებში არის დოლარში რო გადაიყვანო, არის ორჯერ მეტი, ვიდრე ოფიციალურად ჩინეთი აცხადებს. ანუ თუ 20 ტრილიონია, ხო ნომინალით, რეალურად 40 ტრილიონია მსყიდველობითი პარიტეტით და იუანის სიძლიერით. და ამერიკის ეკონომიკა არის 30 ტრილიონი. გამოდის რომ უკვე გადაუსწრო რეალურად. ეხლა რეალური ეკონომიკა ერთია, მაგრამ კიდე არის რეალური ეკონომიკა. რეალური ეკონომიკა შენებლობა, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. ხო, აი სამი დარგი რაც მატერიალურს რო ქმნი, ესე ვთქვათ. რომ კიდე კავშირგაბმულობა რაღაცები კიდე არის, მაგრამ რეალური ეს არის. ეს ჩინეთს აქვს ორჯერ უფრო დიდი ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ კონკრეტული ნაწარმი და მატერიალურს რაც ქმნის. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა, ნუ თავის დროზე ეს კისინჯერმა და ნიქსონმა შესთავაზეს ჩინეთს სწრაფი განვითარების ტრეკი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მაგრამ გაექცათ. მოდუნდნენ. ჩემი აზრით ეს გამოწვეულია იმით, რომ დეგრადაცია მოხდა ამერიკის პოლიტიკური ელიტის, კორუფციაში გადავიდნენ, სპეცსამსახურები უკვე სხვა თავის საქმეებით იყვნენ დაკავებული და აგერ ჩვენ გვიწყობდნენ ხან ვარდების რევოლუციას, ხან ყირგიზეთში და რაღაც უაზრო რაღაცებს აკეთებდნენ, რომელმაც შედეგი არ მოიტანა და დღეს აღიარებს ამას ტრამპი და ტრამპიც აღიარებს და რუბიომაც თქვა, რომ ფედერალურების შედეგი ამერიკისთვის არ მოუტანია. ჩვენ ჰეგემონია მოუტანა ეგ შეცდომები რა ამერიკას ჩემი აზრით. კი, მოდუნდნენ, მეტოქე დაკარგეს საბჭოთა ბანაკის სახით და მოდუნდნენ და ნუ ეს კონგრესმენები გადავიდნენ ამ ფულის კეთებაზე, ლობისტები, ესა და ხამიტის ამ ჰეგემონიის შენარჩუნება. აი ახლა უნდათ ჰეგემონიის შენარჩუნება, მაგრამ ჩემი აზრით მაგას ვერ მოახერხებს. ვერ როგორ უკვე მეორე პოლის უკვე ხო არსებობს ჩინეთის სახით. ისმის კითხვა და ხო რატო უნდათ შენარჩუნება, ხო? რუსეთსაც რო ჩავთავი. ბოლო შეუთანხმდი რა ჩინეთს, რომ შენ აი გავიყოთ, შენ ამ სფეროში იყავი, მე აქეთ ვიყავი, მაგრამ ჰეგემონიის შენარჩუნება იმიტომ უნდათ, რომ არსებობს ეგეთი ცნება საერთაშორისო ურთიერთობებში ჰეგემონიის რენტა.
აი ეს ჰეგემონის რენტა ნიშნავს რას? აპრიორი უპირატესობას სხვა ნებისმიერთან მაგალითად აი საქართველოში პირობითად აღმოაჩინეს ალმასების საბადო. ხო და ეხლა ჩამოვიდა ამერიკული კომპანია, რომელსაც აინტერესებს. ჩამოვიდა პირობითად რაღაცა ინდონეზიური კომპანია, რუსული კომპანია, ჩინური კომპანია. საქართველოს ხელისუფლება დღეს ვის მიანიჭებს უპირატესობას? რა თქმა უნდა ამერიკას. აი ეს არის ჰეგემონის რენტა. და ჯამში ეს რენტა სხვადასხვა ქვეყნებში რო წარმოვიდგინოთ და შევკრებოთ, არის რუსებმა დათვალეს ეგა და პუტინს გააჟღერებიეს. ეს არის წელიწადში 10 ტრილიონი დოლარი. აი ეს არის ის, რასაც ამერიკული კომპანიები ღებულობენ და თანაც ამერიკა ყოველთვის მუშაობს უფრო კერძო სექტორით. ანუ რაღაცა სახელმწიფო გამოიგონებს რაღაცა ახალ და მე დაუძახებს ილონ მასკის ნაირტიპს, რომელიც ნიჭიერია, რაღაც ტალანტები აქვს და ეუბნება, რომ აი ჩვენ ეს გამოვიგონეთ, მაგარი თემაა, ჩაუდექ შენ სათავეში, დაანავაროთ-კე, შენც პული იშოვე, მაგრამ ჩვენ რასაც გეტყვით, იმას გააკეთებ, იმ ქვეყანაში შევყვალ, იმ ქვეყანაში რომელშიც არ გვინდა არ შევყვალ და ნუ მოკლედ ჩვენ წაგიყვან და დაგეხმარებ. აი ეს არის ილონ მასკი რა, თავისი გენიალურობით არ შეუქმნია Tesla და SpaceX-ი და რაღაცა ხა. იგივე Bill Gates. და აბსოლუტურად ყველა დიდი ამერიკული ესეთი სამეცნიერო გარღვევითი ტექნიკური კორპორაცია რაც არის, ტექ კორპორაციები. მოკლედ საბოლოო ჯამში ეს გაგრძელდება საკმაოდ. ამ ფულის გადახდა ხო, ჯერ კონგრესს უგორაულია გვერდს. როგორ? აი ამ ფულის გადახდაზე ამ 300 მილიარდზე აი ხო კონგრესის გარეშე ეს ხო ვერ მოხერხდება. არა, გამორიცხულება ამერიკელებმა გადაიხადონ. არის ორი ქვეყანა, რომელსაც რეპარაციები არ გადაუხდია, ერთი რუსეთია, არც ერთ მომში რეპარაცია არ გადაუხდია. წაგებულშიც კი და მაგალითად სუსიმა ვინც იცის 1905 წელს იაპონიასთან რუსებმა წააგეს ომი იქით წყნარ ოკეანეში. და რომ დაждენ დელეგაციების ალაპარაკო და იაპონიის მთავრობა მოითხოვა რომ ახლა რეპარაციას იქნება ამდენი, რუსეთის დელეგაციამ პირდაპირ განაცხადა რომ ესო ყველა მის სოფლიოში რომ რუსები რეპარაციას არ იხდიან. და ნუ იაპონელებმა პირი დააღეს, მაგრამ არ ვიხდიოდა და ხო და მაგას ახაც როგორ ეხა ამერიკაც არ გადაიხდა. მაგას ეხა მაგათ იმას რო დავანებოთ თავი დემოკრატებს იქ რესპუბლიკელებში ნეოკონსერვატორებიც მაგის წინააღმდეგ წავდნენ ხო და ეხა კონგრესის ისეთი ბერკეტები აქვს. აი ჯიგიტები გადაიხდიან. ეს პარტნიორები რო წერია. აი ბაჰრეინი, ყატარი. ხო და მაგ პუნქტში წერია ზუსტად რომ ამერიკა თავის პარტნიორებთან ერთად იღებს ვალდებულებას ხო. ეგენი გადაიხდიან როგორ? ერთი რომ რაღაცა ინვესტიციების სახით ვითომ ირანის ეკონომიკაში და მეორე ორმუზის სრუტის გასავლელად დაწესდება რაღაც ლოცმანის გადასახადი, როგორც სტამბულში, ბოსპორში აქვს. თურქეთს დაწესებული თეორიულად ეს იქნება ნებაყოფლობითი და მანდაც კოლიზია სხვათა შორის არსებობს საზღვაო სამართალი, ახლა მე ნასწავლი მაქვს, ჩემი სპეციალობა იყო ეს საერთაშორისო ურთიერთობათა სამართალი და 1982 წელს გაეროში მიიღეს საზღვაო სამართლის შესახებ კონვენცია. რომლითაც რეგულირდებოდა საერთაშორისო სრუტეები, ყურეები, აი ეს საზღვაო თემები რა და ესე იგი სრუტე რომელიც არ არის ტერიტორიული წყლები, ხო, თავისუფალია და უფასო უნდა იყოს ყველასთვის. მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელი არის სალოცმანე სერვისის შეთავაზება. ლოცმანი რას ნიშნავს? ის ტიპი, რომელიც გეუბნება, რომ აი მარჯვნივ აიღე, მარცხნივ აიღე, იქ რაღაცა რიფია, არ წამოეგო და ნუ გემი გაყავს, ბოსფორ დარდანელში ლოცმანის სამსახური. ოღონდ ეს უნდა იყოს ნებაყოფლობით, იმ კონვენცია მას განსაზღვრავს, ხო? 35, 36, 37, სამი მუხლი განსაზღვრავს მაგას. მაგრამ პრობლემა არის, რომ ირანი არ არის შეერთებული ამ კონვენციას და ამერიკის შეერთებული შტატები არ არის შეერთებული ამ კონვენციას. ეს რას ნიშნავს ახლა? ერთს სჭირდება რომ აანაზღაუროს და ვაფშე ფული შემოსავალი გაიხადოს ეს ორმუზის სრუტე და ამერიკას ახლა ნუ ფულის კეთება იქ რელიგია, ხო? ესენი ორივე ერთად დაждდებიან ახლა ორმუზის ყურეს, აი გაგენახ.
კი ტრამპი ხო ითხოვდა მეც მომეცით წილი. მიცემენ და ეს იქნება სამუდამოდ და საბოლოო ჯამში ეს იქნება მსოფლიოს გადასახდელი, ანუ ჩინეთის გადასახდელი, იმიტომ რომ ეგ ხო ტარიფში აისახება ჩვენ რასაც ვყიდულობთ იმ ნავთობზე. ხო, რა თქმა უნდა. ნუ ჩვენზე არ აისახება იმდენად, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ნავთობი მივიღოთ რუსეთიდანაც, დაუშვათ უკრაინიდანაც, როცა მშვიდობა იქნება და აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან და ორმუზი არ აქვს იმას იმ ნავთობს გასასვლელი, მაგრამ ნუ ესეთი მას საცობს გაუკეთებენ რა, ასეთ ტექნიკურ საცობს, რომელთაც ტრამპიც იხიერებს. შეიძლება ეს ტრამპის რომელიმე შვილის კერძო კომპანია იყოს იქა. ნუ ეს ტრამპი გარდა იმისა, რასაც აკეთებს, ხო, ამერიკის ჰეგემონიის შენარჩუნება და ჩინეთის შეკავების პოლიტიკა. ამას გარდა აშენებს მისი გვარის იმპერიას, დინასტიას. ტრამპის ხო, ეს იმიტომ რომ მაგას უნდა რომ ავიდეს უმაღლეს ლიგაში და ჯერჯერობით ტრამპი უმაღლეს ლიგაში არ არის და ჩემი აზრით ვერც მოხდება, მაგრამ უსკულში არ წავიდეს. ხო, ნუ მაგრამ ეს ტრილიონერთა კლუბში რო შეხვიდე, ამისთვის ცოტა დაიძაბო უნდა და ნუ ახლა ბირჟებზე დიდი ფული კეთდება მისი გარემოცვის მიერ. ერთი განცხადებით აკეთებს ხოლმე. ნუ ეს და სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოდებულია მისი მეგობრები, ჯგუფელები, აგერ საქართველოში ტრამპ ტაუერი შენდება, ხო? თუმცა ტრამპი რო აღარ იქნება პრეზიდენტი, ეს ტრამპ ტაუერების დაჭირდება ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ნუ კარგი, მოკლედ ასე გაგრძელდება დანარჩენი ახლა იქით ჩინეთის ამბავი, ჩინეთის რეაგირებაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული ამ სიტუაციაზე. ახლა რუსეთის მიმართ და ირანის მიმართ ჩინეთის მხარდაჭერა ისეთი როგორცაც ეს ორი ქვეყანა ამ ომებში მოელოდა, ისეთი არ იყო. ნამდვილად არ იყო. რუსებმა ახლა აღმოაჩინეს, აგერ გამოაქვეყნეს ჩინური კომპანიების შეთავაზება უპილოტო საფრენი ობიექტების უკრაინის მიმართ. თავისი ფასებით და თან იაფი ფასებით და ასე შემდეგ. კი, იქ რუსეთისგან ყიდულობს ნავთობს, გაზს, ქსილა სიბირი ორ მეორე მალე გაიხსნება ეგ. მიდის ფასები ხა მარტო მოლაპარაკებები. ხო, ნუ ფასისაც ეუბნებიან, რომელიც რუსეთს ვერ უკომპენსირებს ევროპულ ფასს, მაგრამ ნუ ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, ყოველ შემთხვევაში ახლა ჩინეთმაც რო არ იყიდოს რუსული ნავთობი და ეს გაზი, რუსეთი უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. ნუ ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ჩინეთის რეაგირებაზე ამ ყველაფრის მიმართ. და აი ხა მე-7 პუნქტში წერია, რომ ყველა სანქცია უნდა მოიხსნას ირანსო, ასევე მეორე პუნქტში ირანი ადასტურებს, რომ არ აწარმოებს და არ შეიძენს ბირთვული იარაღს, რომელსაც ამას ისედაც 47 წელია ირანი ისედაც ამბობს. და 2015 წელს აი ჩვენ ვახსენეთ ეს ობამამ რომ ბირთვულ შეთანხმებას ხელი მიაღწია, იქ ნაწილობრივ მოიხსნა სანქციები ირანს. ამაზე ტრამპი მაშინ იყო ერთ ამბავში და ეს როგორ გააკეთებდა და თვითონ პრეზიდენტი რო გახდა მე სამხრივად გამოვიდა ამ შეთანხმებიდან და ეხლა აი როგორ ფიქრობთ თქვენ ანუ რამდენად რეალური არის ამ სანქციების მოხსნა და თუ მოიხსნა ეს სანქციები მაგალითად აი რუსეთს რამდენად აწყობს ეს ყველაფერი აი ნავთობზე რო სანქციები მოიხსნას და ჩვენ რამდენად შეგვიძლია ვისარგებლოთ ამითი და მაგალითად ტრანზიტი მოვახდინოთ ევროპაში ან ირანული ნავთობის ჩვენთვის საქართველოსთვის ირანთან თანამშრომლობა რა თქმა უნდა არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენი რეგიონის ამ ნავთობზე რომ მოიხსნას ეს ხო შეგვიძლია რაღაც გამოვიყენოთ. თუ სანქციები მოიხსნება, რომც არ მოიხსნას სანქციები, ლოგისტიკური ჯაჭვები ირანთან მაინც გასაკეთებელი. ეს არის ჩემი აზრით ირანი, მეღრი, ანუ სიუნიკი, სომხეთი, საქართველო, ფოთი, აფხაზეთი, ლარსი, როკის გვირაბი. პოტენციალურად ხა ეს როკი და აფხაზეთი კი ახლა გადაკეტილია, მაგრამ მე ვამბობ პოტენციალურად. იქ ჩაბახარის პორტში ინდოეთია ჩამჯდარი და ინდოეთმა ააშენა ის პორტი და ჩაბახარის პორტის დაკავშირება ირანის პორტის ბომბეი, ჩაბახარე და ჩვენსკენ. ეს აინტერესებს თვითონ ირანი განეხილავს თურქეთით სამსუნამდე მისვლას, მაგრამ ეს ჩვენი გზა უფრო საინტერესო შეიძლება იყოს თუ მოგვარდა ერთი მონაკვეთი. ეს არის 40 კილომეტრიანი სიუნიკის მონაკვეთი. იქ არის ორი საშინელი უღელტეხილი, რომლის გადმოსვლას სატვირთო ავტომობილი ანდომებს 15 საათს. მაგრამ აქ აგერ პატივცემული იმანუელ მაკრონი როცა იყო ერევანში ერთი თვის წინ ევრონესტის შეკრებაზე, მაგ ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ გვირაბებს ჩვენ გავიყვანთ. ანუ ირანთან წლობა ევროპის ინტერესის ყოფილა, ხო? იმიტომ რომ საფრანგეთი ახლა ლოკომოტივია. ხო და სანქციების მოხსნის, ანუ არის ეს რეალური შანსი?
წერ იმიტომ რომ ეს რუსეთსაც ხო არ აწყობს ეს ირანის სანქციები, იმიტომ რომ ევროპა ხო შესაძლებელი მე აქედან წაიყო, ხო, ირანიდან ეს ნავთობი. სანქციები თუ მოუხსნა ტრამპ ჩვენთვის ეს იქნება პლუსი. რატომ? იმიტომ რომ უკვე ღიად შეგვეძლება ვაჭრობა ირანთან. ისედაც გვაქვს ახლა, ჩვენთან მაგალითად ბიტუმი ირანული შემოდის, უბრალოდ ფორმდება სხვადასხვა ქვეყნების საბუთებით. მაგრამ საქართველოში 90% ბიტუმის შემოდის ირანიდან. ეს ცნობილი შემოდიოდა ახლა კონკრეტულად დღეს არ ვიცი, შეიძლება აზერბაიჯანული შემოდის. და ბევრი საქონელი აქვს ირანს იაფად. და რატო აქვს იაფად? იმიტომ რომ საკუთარ ქარხნებს ირანი გაზს აწვის კუბურ მეტრში ახდენებს 4 თეთრს. ჩვენთან სახში ვიხდით 50 თეთრს, კომერციული ტარიფი არის ლარზე მეტი, ლარი 10 ლარი და 20, 1 კუბური მეტრი, ირანში ქარხანა ყიდულობს 4 თეთრად. ეს უზარმაზარი ამბავია. შესაბამისად, ისეთი პროდუქტები, რომელიც საჭიროებს ბევრ ენერგიას, ხო, მაგალითად, სამშენებლო მასალები, გამომწვარი რაღაც მასალები, საღებავები, რეზინი, ენერგოტევადი პროდუქცია გაცილებით იაფია, საბურავები და ასე შემდეგ, რეზინი, პარაფინი, ნავთობის სუბპროდუქტები, ასე ვთქვათ, თანმომყოლი. ქიმიური და რა ბევრი სხვა რაღაცა აქვს საინტერესო ირანს, ხო, მაგალითად ხილის კონცენტრატები და ასე შემდეგ, კვების საკონდიტრო აქვს სერიოზული, საფეიქროც ასევე. მოკლედ ირანმა შექმნა ავტარკიული, სრულიად დამოუკიდებელი, ესე იგი, ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ყველაფერი. და ეხლა ერთადერთი პრობლემა ჰქონდა, რომ წვიმა არ მოდიოდა, მაგრამ ეგეც ის რადარები რო გაანადგურეს 30 ამერიკული რადარი სპარსეთის ყურეში, წვიმამაც დაიწყო სვლა. აი მაგაზე მინდოდა ზუსტად ეხლა თქვა რომ აი ხა მედი საუბრები რომ შეიძლება შეიქმნას ახალი ნატოს გასვი უსაფრთხოების სისტემა ახლო აღმოსავლეთში. და თქვენ როგორ ვთქვით, რამდენი რეალური ეს რო შეიქმნას და ასევე აი ამერიკული ბაზები იქ რა ბედიელეს ეხლა მაგალითად თითქმის ყველა ბაზა განადგურებოდა, იმის აღდგენას მილიარდობით დოლარი ჭირდება და აი ეგ როგორ მოხდება აქ აი როგორ განლაგდება ეს სიტუაცია. ჩემი აზრით გავლენ ამერიკელები მაგ რეგიონიდან, იმიტომ რომ არევენ და ისე გავლენ ოღონდ. ასე დაალაგებულს არ დატოვებენ, რომ ეს მთელი ეს კაპიტალი რაც აქვს. თვითონ არათუ უცხოელებს, არამედ თვითონ არაბ შეიხებს და მათ ნათესაობას გავიდეს ამერიკაში. აი, ამიტომ ქაოსია საჭირო. ქაოსში კაპიტალი ვერ ჩერდება. ამიტომ შექმნიან შეიძლება მართვადი ქაოსის შექმნა, შეიძლება უბრალოდ ქაოსი. და ამ ბაზებს გაიყვანენ, იმიტომ რომ იქ თუ ირანთან შეთანხმდებიან ორმუზის ერთობლივ კონტროლზე, იქ ბაზები საჭირო არ არის. და ბოლო-ბოლო ავიამზიდი ბაზაა და 11 წელი ყავთ და მიიყვანენ ახლა ეს უზარმაზარი გემია რომ გვესმოდეს 100,000 ტონა წყალწვის, ხო, უზარმაზარი. ნახოთ რა გზიცავა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის თორნიკე დაინტერესებული, რომ ეს ზავი არ შედგეს. მაგალითად აი ახლა ხო იყო რამდენიმე 10 დღის წინ გამწვავება დაარტყეს ამერიკამ და ირანმა ერთმანეთს, ხო? ერთი დღე მიდიოდა ეს დარტყმები. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ორმუზის სრუტის მიდამოებში ომანის სანაპიროებთან ახლოს ჩამოაგდეს ამერიკული სამხედრო მერტფრენი აპაჩი. ამერიკამ თქვა რომ ეს ირანმა ჩამოგვიდო და არტყა ირანს, ირანმა უპასუხა ამერიკული ბაზები კიდევ ერთხელ გაასწორა მიწასთან რამდენიმე და ბოლოს ესე იგი ამ ინციდენტის შემდეგ 2 დღეში გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც თითქოს დაფინანსება შემიმცირეს, რაღაცა ოფიციალური ვიზები მოიგო, მაგრამ ამბობენ მედიაში არა მეინსტრიმულ მედიაში, რომ ამერიკამ დაადანაშაულა დიდი ბრიტანეთი აპაჩის ჩამოგდებას. რატომ? იმიტომ რომ ეს ომანის სანაპიროსთან მოხდა. ომანი არის ბრიტანული ეპარქია, სადაც შიიტური მოსახლეობა კი ცხოვრობს, მაგრამ იქ არის ბრიტანული ბაზები, მათ შორის საავიაციო კოლეჯი. რამდენიმე ბრიტანული ბაზა, საიდანაც შესაძლოა ვიღაცამ ესროლა აპაჩი. ეს ვერსია გამოითქვა, ასე ვთქვათ, ამ არამეინსტრიმულ მედიაში და აგერ გუშინ გადადგა პრემიერ-მინისტრი. თითქოს იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნები წააგო, იქ პიტერ მენდელსონის რაღაცა და ეპშტაინის სკანდალი, პიტერ მენდელსონი ხო ეპშტაინის სკანდალში იყო გახურული და მიუხედავად ამისა, ეს იცოდა სტარმერმა და დააწინაურა ხო? მაშინ ელჩად ამერიკაში.
თუ რაღაც. ნუ ესეთი მიზეზები არ არის გადადგომის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი და აი თუ ბრიტანელების ოპერაცია იყო ამერიკული სამხედრო ერთფერნის ჩამოგდება იმ მიზნით რომ ამერიკა კვლავ ჩართულიყო ომში ხო მაშინ ეს ლოგიკურად ხსნის იმას რატო გადადგა თავდაცვის მინისტრი და რამდენიმე კვირაში ესე იგი პრემიერ-მინისტრი ეს ჩვენ დაზუსტებით რა თქმა უნდა არ ვიცით, მაგრამ ამაზე მსჯელობა მიდის სოფლიო მედიაში. გარდა ამისა ისრაელი, რა თქმა უნდა ისრაელიც არ არის დაინტერესებული რომ გაჩერდეს ესა და ჩვენ ომანში ომის დროს 40 დღიანი ომის დროს 54 დღიანი ომის დროს ვიხილეთ ომანში დარტყმები რომელიც სასწრაფოდ ირანმა განცხადება გააკეთა რომ ომას ჩვენ არ უესრულეთ. ანუ ვიღაცამ უესრულა. ანუ ეს false flag operation როგორ არის? სხვისი დროშით ოპერაცია. ხო, სრულ დროშით. სხვისი დროშის ოპერაციები. ესეთი რამე აი აზერბაიჯანს ნახჩევანს რო ესრულეს კიდე ნახჩევანის აეროდრომს. ხო, იქაც აღმოჩნდა რომ კვიპროსიდან თუ საღაციდან იყო დასრული თუ ბეირუთიდან თუ საღაცა მოკლედ ალოგიკური ადგილები ხო და კინაღამ აზერბაიჯანი შევიდა ამ ომში აზერბაიჯანს როგორც მაშინ ირანი აბრალებდა აზერბაიჯანიდან რო იყო ნასრო და რო გაირკვა რომ ისრაელის ის იყო თავიდან აი რამოდენიც აი ესეთი ხო ამიტომ ისრაელი შეიძლება არ გაჩერდეს იძახის პირდაპირ ხო გამოვიდა თავდაცვის მინისტრი და ჩვენ სამხრეთელებიდან არ გავალთო ამერიკელებმაც რო გითხრანო თუმცა თუ ხა შეატყობენ რომ ამერიკელების გარეშე რა თქმა უნდა გაუჭირდება ისრაელს სახალს არ გავიყვანთ ხო იმიტომ რომ კი ახლა ძალიან ძლიერი სახელმწიფო აქვს და სახალი ძალიან ძლიერია მაგრამ ახლა კოსმოსური დაზვერვის გარეშე დღეს არ მიაგინტყოლია კიდე საინტერესოა რა მოხდება მაგრამ ხო და ახლა რუსეთ-უკრაინის თემაზე რო გადავიდეთ ეხლა უკრაინის ომი რომ ნატოს გამო დაიწყო ეს ძალიან ნათელია და ეხლა მაგალითად სამხრეთ კავკასიაში თუ რუსეთი ყველაფერს იზამს რომ აქ ნატოს ბაზები არ იყოს ხო და თუ დაჭირდა ომსაც აწარმოის მაგრამ ისმის კითხვა ოღონდ ძირითადად ამ ლიბერალურ ნაწილში ისმის ეს კითხვა ძალიან აქტიურად რომ აი მაგალითად 2020 წელს ფინეთი და შვედეთი რომ მიიღესო ნატოშიო მაშინ რუსეთმა რატო არაფერი არ ქონდა იქნება აი უფრო კარგად რო აუხსნათ ამ ხალხს რა განსხვავება სამხრეთ კავკასიას უკრაინას და ფინეთს და შვედეთს შორის განსხვავება ის არის რომ ფინეთის და შვედეთის მიდამოებში ცხოვრობს რუსი ხალხი. ლენინგრადია, იქ კარელია და კოლის ნახევარკუნძული და მურმანსკი, არხანგელსკი იქ ზემო და ანუ რუსები ცხოვრობენ იქ რა. ნუ ცოტა კარელები, მაგრამ ძირითადად რუსები. ანუ იქ ამღვრევის დესტრუქციის საფუძველი ფინეთიდან არ არის, მაგრამ საქართველოს ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიას, სადაც სახლობს დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ყაბარდო, ბალყარი, ადიღეელი, ჩერქეზი და კიდე რაღაც პატარ-პატარა ეთნოსები ხო? ინგუშებიც არის. ხო, ინგუშები რა თქმა უნდა. ოსები ლოიალურები არიან. ანუ ისეთი ეროვნებებია, სადაც სეპარატისტული კერის გაღვივება მარტივია. და ეს გაღვივდა კიდევაც 90-იან წლებში ჩეჩნებთან ორი ომი ჰქონდათ. ის სიწყნარი არ იყო და არც არის დაღესტანში. დღემდე ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია, რასაც FSB ხელმძღვანელობს. იქ არის სპეცრეჟიმი. ასე ხო ცენტრალური აზიაც კონტროლდება ხო? აქ სამხრეთ კავკასია რუსეთის მიერ აქ რო კონტროლი აქვს, ეს ცენტრალური აზიაც შედის. აქედან გამომდინარე თუ დაუშვათ მავანს ჭირდება ჩრდილოეთ კავკასიის აფეთქება აუცილებელი არის ან საქართველოსთან ან აზერბაიჯანიდან ამ ფეთქებლებს კონდეთ მუდმივი მომარაგება ტყვია წამლით კავშირგაბმულობით ფულით და ასე შემდეგ. და მას საქართველოს შევარდნაძე აკეთებდა ამას. ეხლა პანკისის ხეობა შევარდნაძე იყო ერთ-ერთი თანაავტორი ამ პროექტის და ბუმერანგი დაუბრუნა აფხაზეთში რაც ჩვენ გაგვიკეთეს, ესე იგი ატვეთკა მიცა ბუმერანგი გამოაცხადა კიდევ წინასე. რომ ეს რასაც აკეთებენ რუსები აფხაზეთში ბუმერანგივით დაუბრუნდებოდა და ის ბასაევის ბუმერანგივით დაუბრუნდა და ყველაფერი. აი ეს ის უჭკუო პოლიტიკა. საოცრად უჭკუო პოლიტიკა აწარმოეს მაშინ ანტირუსული პოლიტიკა აწარმოეს რუსეთის მაშინდელმა პოლიტიკოსებმა, მაგრამ სამწუხაროდ ინერციით ეხლა ეს გრძელდება და ნუ იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ადრე თუ გვიან მოვლენ რუსეთის ხელისუფლებაში რუსეთის ეროვნული ინტერესებით მოძრავი და მოქმედი ფიგურები, ვინც გადახედავს ამას, იმიტომ რომ რუსეთის ინტერესში არ შედის არც ერთ თავის მეზობელთან კონფლიქტი. უკრაინასთან ომი საერთოდ ომამდე რომ მივიდა, ეს უკვე სერიოზული ჩავარდნაა და თან პირველი პირიდან დაწყებული ბოლო ლიფტი ორამდე კრემლში უნდა წასულიყო სახში, წესით. რომ მიიყვანეს აქამდე, ესე იგი უკრაინასთან
თან რითი გაზის ფასი. გაზი რუსეთის კრაიანს რო ჭკუა ქონოდა, მთელი ეს რესპუბლიკები გაზი უფასოდ უნდა მიეცა, ან თვითღირებულებით უნდა მიეცა. საერთო ჯამში რო დათვალო, ომის 5 წელიწადში რაც ახლა დახარჯეს, იმის 10%-ს არ იქნებოდა ეს ხარჯი. რას იღებდა იქ უკრაინა 15-16 მილიარდს იღებდა, ჩვენ 2-3 მილიარდი, იგივე სომხეთი, ეს კაპიკებია, მაგრამ სანაცვლოდ მიიღებდა სინერგიას მოიქოქებოდა უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანში ეკონომიკები უფრო მეტ საკონელს იყიდი რუსეთისგან და რუსეთი გაძლიერდებოდა გაცილებით უფრო მაგრამ და ამათმა დაიწყეს იქ ჯერ იუშენკოს ევაჭრენ გაზის ფაზზე, მერე იანუკოვიჩის ხარკოვის შეთანხმებებზე $100 იქით, $100 აქეთ და მიიღეს ეს რაც მიიღეს და ესე იგი რაც კი აბადიათ ახლა ხარჯავენ ამომს და ჯობდა რომ გაცილებით ნაკლები ხარჯით საქართველოს მეფეები რა შვებოდნენ ისტორიკოსები ყავს ჩვენ მეგობრები და დაგვიდასტურებენ მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას ფულს უხდიდნენ რომ შენ ახ საზღვარი დამიცავ აი ეს უნდა გააკეთოს რუსეთმა ანუ ფული უნდა გადაუხადოს იმ პერიმეტრზე ვინც ყავს თავის ბაზაზე კი არ უნდა ჩადოს იმ სახელმწიფოს უნდა მიცეს და ის უკეთესად დაიცავს ეგეც რო ექნა ხა რა ომი მაინც გარდაული იქნებოდა ხო ხა მაიდანი რაც მოაწყვეს ეგ ხო მაიდანი ვერ მოხდებოდა მაიდანი ვერ მოხდებოდა თუ რუსეთის სწორ პოლიტიკას მაიდანს საფუძველი ჰქონდა საფუძველი რა ჰქონდა იმიტომ რომ შეუშვეს ეს პროპაგანდის საშუალებები მეხუთე კოლონა რაც ჩვენთან ხო იგივე რაც ხო და მაგას შეაჩერებდა შეეძლო ეგ ყველაფერი მაგას გულისხმობ პროპაგანდა და ეგ ყველაფერი შეაჩერებდა აი რომ მიეცათ უკრაინისთვის უფასო გაზი და უკრაინას შეძლებოდა რომ საკუთარი მრეწველობა ქონოდა მაგრამ ოქოქილი უკრაინელები არ დაუშვებდნენ არანაირ მეხუთე კოლონას და არანაირ ევროასოციაციაზე არ დაიწყებდნენ ფიქრს არა მე ხო მე უბრალოდ დავდგენ რომ იმდენ დიდი რესურსი იყო უკრაინაში ჩადებული ხა ოდიდან ხა ბიჭებს კიდევ რომ დავიწყო უკრაინა რუსეთი უკრაინის გარეშე წყვეტს ევრაზიული იმპერიად ყოფნა ეს თავარი მისია იყო ხო მთელი რესურსები რამდენად შესაძლებელი იყო იქ ხო ნუ ეგ არ ვიქტორია ნულად მაგააჟღერა 6 მილიარდი დავხარჯეთ უკრაინაში ხო და ნუ ხო მესმის თქვენ რას ეძახით ეხა ევროპაზე რო გადავიდეთ თქვენაც რამდენად ფიქრობთ რამდენად რეალურია რომ ევროპაში ომი გაჩაღდეს იმიტომ რომ ეხა თუ დავაკვირდებით აგერ ზელენსკის რიტორიკაც უფრო გაიზარდა დრონების მასიური შეტევები მიდის რუსეთის ტერიტორიაზე ასევე ახალი ძველი რიტორიკა დაბრუნდა რომ რუსეთი აგებს უკრაინა იმარჯვებს ასევე ტრამპი გამოვიდა ეხლა ცოტა ხნის წინ და განაცხადა რომ თუ ევროპელებს უნდათ იარაღი შეწყდა რუსეთის წინააღმდეგოდ ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ და აი გაერთიანებული საექსპერტო ძალები რო შექმნა 2014 წელს სადაც ჩრდილოეთ ევროპის 10 საზღვაო ქვეყანა შესულია ეს დანია, ნორვეგია, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები და ეს ბალტიისპირეთი და დიდი ბრიტანეთი ხო სტაბინა მაგათი არის ლონდონში ხო და რომელიც იძახი ეხლა თვითონ განაცხადეს რომ საერთო სამხედრო სისტემაზე გადადიან რომელსაც ასახელებენ 2009-2030 წელს ასევე მერცი გამოდის და იძახის რომ 2030 წლისთვის რუსეთთან ომის მომზადოთ ეხლა გუშინ ხელშეკრულება გააფორმეს უკრაინას დრონები უნდა აწარმოონ რომელიც მე უკრაინულ ჯარებს უნდა გადაეცდა და თქვენ როგორ ფიქრობთ შესაძლებელია ეს ყველაფერი მიდის აქეთკენ მე ვფიქრობ რომ აქეთკენ კი მიდის მაგრამ ომი არ იქნება ევროპასა და რუსეთს შორის რატო ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი რუსები ომს არ აპირებენ ევროპასთან თუ ევროპა დაიწყებს რუსეთი ესვრის ატომურ იარაღს და დაამთავრებენ მაგით. კარაგანოს მოусმენი, ხო? კი ბატონო, მართლა მაგრამ იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ავიღებთ კოლექტიურ, ასე ვთქვათ, სამხედრო ძალას, ბოდიში ვიხდი, კოლექტიურ სამხედრო ძალას გაერთიანებული ევროპის კონვენციური იარაღი, ტანკები, განსაკუთრებით თვითმფრინავებში, მათ აქვს აბსოლუტური უპირატესობა რუსეთს. რუსეთს გაცილებით ნაკლები ყავს. ამერიკის გარეშეც კი. ამიტომ რუსები ეს ადამიანური რესურსითაც ბევრი 500 მილიონი არიან. ამიტომ რუსები ნამდვილად არ დაიწყებენ ევროპასთან კონვენციურ ომს, ბუთქებენ ატომურ იარაღს, ანუ დატოვებენ ევროპისგან ტკბილ მოგონებას. არის საუბარი რომ არა ატომურ ქვეყანას დაარტყან, მაგათად გერმანიას. კარაგანოვი რასაც ამბობს, მე ველოდებოდი ახლა რომ პირველ სამიზნედ მაინც დიდ ბრიტანეთს დაასახელებდა, მაგრამ დაასახელა გერმანია. იმიტომ არა ატომური ქვეყანა. რატომ? იმიტომ რომ გერმანია არის პოტენციური პეხოტა
ქვეითი ჯარი, გერმანელი კაი ჯარისკაცი გამოდის, შესაბამისად ალბათ გერმანია და თან ბირთვული იარაღი არ აქვს და ბირთვულ პასუხს არ გასცემს. ინგლისს კი აქვს ბირთვული იარაღი, რომელსაც ამერიკა მართავს და იქ ცოტა მეტი რისკია. ნუ დაასახელა როგორც სამი დაასახელა, პირველი გერმანია, მეორე პოლონეთი და მესამე რუმინეთი. კარაგანოვმა და კარაგანოვი არის ერთ-ერთი თანაავტორი რუსეთის ბირთვული დოქტრინის. ეხლა რო შეიცვალა ბოლოს რაც შეიცვალა მაგის. მან გამოაქვეყნა ესე იგი ბირთვული ესკალაციის კიბე. 7 საფეხურიანი კიბე და ნუ მეოთხე საფეხური გავლილია ფაქტიურად უკვე და ძალიან ცოტა დარჩა. ეხლა შემდეგი საფეხური იქნება რომ სადღაც ახალი მიწის არქიპელაგზე უკაცრიელ ადგილას ბუდგავენ. იარაღს, გამოცდები ხო მორატორიუმი, ამ ბირთვული იარაღის გამოცდაზე მორატორიუმია წლებია უკვე. არც ამერიკაც ცდის, არავინ არ ცდის. მარტო ისიც კიერიდება ის პუტკუს რო ეძახიან, ჩრდილოეთ კორეის. ეს კიმჩენ. ხო, ეგეც კიერიდება მაგ ამბებს, ბალისტიკას ცდის, მაგრამ ბირთვულს არ აფეთქებს. ხო და რუსეთი და ამერიკა დიდი ხანია მაგასა. ამიტომ რუსეთი ესე იგი ააფეთქებს მაგ იარაღს, როგორც ბოლო გაფრთხილებას და მე მოხდებათ ჯერ არის არეშნიკზე არის საუბარი, არეშნიკი დავარწყავთ თუ თქვით არ მოგცემ, მე ტაქტიკური ბირთვული იარაღიო. ხო და ეს თუ მოხდა და ევროპული ქვეყანათა და თუ ეს მეხუთე მუხლი ამოქმედება? არა, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. ეს აი თუ მოусმენს ჩვენი მაყურებელი არის მირშმაიერის და ყარაგანოვის ერთობლივი ასე ვთქვათ ინტერვიუ. მან მირშმაიერი პირდაპირ ამბობს, რომ მართალი ხარ, რომ ყარაგანოვს ეუბნება, რომ თუ თქვენ დაარტყამთ ევროპას, ჩვენ არ დაგესპობთ ბირთვული იარაღი. მაგ დებატებამდეც თვითონ მირშმაიერი ეთანხმებოდა ყარაგანოს ამ იმის როლს, რომ საუბრობდა მაგას, რომ დაავიწყდათ ევროპელებსო რა ეს ატომი. მაგრამ ნუ პასუხი რაც მოსალოდნელია ევროპისგან ეს იქნება საფრანგეთის 200 ბირთვული ქობინი. საიდანაც 2/3 ჩამოაგდებენ და დაახლოებით 70 ბირთვული ქობინი შეიძლება ნაკლები რუსეთის ტერიტორიის თავზე ეგეც შეიძლება მაგდენიც არ ეგეც მოხდა ხო რუსეთი ხო მაინც მთლიანად არ წაიშლება და ეს ქვეყნები საერთოდ ხო საერთოდ გაქრება რუსეთი რა თქმა უნდა მიიღებს მაგრამ საფრანგეთი გერმანიის გამო საფრანგეთიც არ დაარტყა არა ხო ისედაც ვერ იტანე კი ბატონო ზუსტად არც ინგლისის გამო არ დაარტყავს ხო და ნუ ერთადერთი შევხედოთ არ ამგონია რომ ამ ესკალაციამდე მივიდეს შელიედან მოყოლებული 300 წელი სუბსიდირებდნენ გერმანიის ანუ ყველანაირად და გერმანია არ გაერთიანებულიყო მე მაინც მგონია რომ აბსოლუტური გამარჯვებით ვერცერთი მხარე ვერ დაამთავრებს უბრალოდ ისინი გაქრებიან ხო აქედან გამომდინარე აბსოლუტური გამარჯვებული თუ არ იქნება მოხდება გარკვეული შეთანხმება რაღაც ახალი თამაშის წესებზე მოკლევადიან პერსპექტივაში თუნდაც ეხლა ეს კიდე რეალურია, იმიტომ რომ პუტინის რეიტინგი მაგალითად დაეცა, ხო 10% სადღაც დაეცა და ეს რისი მანიშნავენ ხალხი ითხოვს რაღაცა ქმედით ნაბიჯებს გადადოს, ხო, ამიტომ ეს რეალობა შეიძლება დადგეს უბრალოდ. თან ისინიც ხო ყველაფერს ცდილობენ. ხო, რა ეს მოხდება. აი ხა ეს ამაინტერესებს, აი ამერიკას მართლა სურს რუსეთის და უკრაინის ომის დასრულს თუ პირიქით ევროპის ჩართვაც ამ ომში აწყობს, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ყველაზე მეტად როგორი პარადოქსი უნდა იყოს ანუ რუსეთს აწყობს ძლიერი ევროპა ხო და ჩინეთს იმიტომ რომ ევროპული ეკონომიკა რაც უფრო ძლიერი იქნება მით რომ ბერ ნატოს და გაზ გაყიდის ხო რუსეთი და ჩინეთი ასევე უფრო მეტ პროდუქციას გაყიდა ხა ცოტა ხნის გამოვიდა ქალბატონი ურსულა და განაცხადა ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთიდან ევროკავშირის იმპორტი 40%-ით გაიზარდაო და ესეც ხო ანუ ეს ვითომ ტრამპი კი გამოდის და იძახის რომ ამ ომის დასრულება უნდა მაგრამ სინამდვილეში მე მგონი ჩვენ ცოტა ხნისაც ვისაუბრეთ აი ეს აქტივები და ის გადასროლა ეს ერთ-ერთი მიზეზიც ხო იქნება ბრიტანელების და ამერიკელების. ნუ ტრამპის ამოცანა არის რომ რუსეთი არ აღმოჩნდეს ჩინეთის ბანაკში. არც როგორც ნადავლი და აქტივი, ამიტომ ზედმეტად დასუსტება რუსეთის არ აწყობს შეერთებულ შტატებს. შეერთებულ შტატებს აწყობს ისეთი რუსეთი, რომელიც მას შეუთანხმდება ჩინეთის ხა შეიძლება ჩინეთის წინააღმდეგ ომში არ გაყვეს, მაგრამ ნუ ჩინეთის მხარეს არ დადგება. აი ეს მინიმალური და მეორეც კიდევ ეს ფულის ნაკადები, რომელიც რუსეთში გენერირდება ეკონომიკაში, რომ წარიმართოს ამერიკისკენ, როგორც აქამდეც ხდებოდა. ხო, რუსეთის 7 ტრილიონიდან 10 ტრილიონამდე ამ 35 წლის განმავლობაში არის გასული უცხოეთში. შესაძლოა ეს იყოს ამერიკის კონტროლის ქვეშ.
ან ზოგიერთი დასავლეთის ქვეყნის ოფშორულ ანგარიშებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ უფრო როკფელერების და ამერიკული კონტროლის ქვეშ არის რუსული აქტივები, რომელიც იშოვეს ამ მართლმა ელიტებმა და ესე იგი ჩააბარეს სამართავად პატივცემულებს, იმიტომ რომ გავიხსენოთ პუტინი როცა მოვიდა ხელისუფლებაში, ხო, პირველი რაც გააკეთა დაეტაკა როჩილდების ხალხს. ანუ იუკოს, ეს იყო ხადარკოვსკი, როჩილდის მენეჯერი. და როჩილდ ჩახსნა ეს მთელი ბერეზოვსკი, გუსინსკი, ეს როჩილდებთან დაკავშირებული ხალხი იყო. ხადარკოვსკის თამადობით. მაგრამ ესე იგი ფსონი მე გააკეთა ამერიკელებს. როკფელერებისკენ და ამერიკელებთან მშვენიერი ურთიერთობა დაალაგეს. ეს კიდე კი აქ ებრაელებს მოხდათ, რუსეთში მოყოფ ებრაელებს, მაგრამ ამას არასდროს ამერიკელების მიერ გაგზავნილი ბერლაზარი, ანუ ხასიდების რაბინთან დაალაგეს ურთიერთობები. ჩანაცვლება ასე მოხდა დაახლოებით და შესაძლოა პუტინის არამკვეთრი რეაგირება რაც ხდება იმაზე იყოს გამოწვეული, იმიტომ რომ უზარმაზარი ფული უდევთ იქ. შესაძლოა ამით იყოს გამოწვეული. ნუ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაგრამ ერთი რამე უნდა გვესმოდეს და რუსებსაც ალბათ უნდა ესმოდეთ და ბევრს ალბათ ესმის, რომ რუსეთს დიდი მომავალი კაპიტალისტურ პარადიგმაში არ აქვს. იმიტომ რომ კაპიტალისტური პარადიგმა არის შექმნილი კაპიტალისტების მიერ, იქ არის დინასტიები, რომელიც რომის იმპერიიდანაც კი იღებენ სათავეს, ტრილიონები ტრიალებს და თამაშის წესებს ისინი ქმნიან და რუსები ამ თამაშის წესებით ვერასდროს ვერ გახდებიან პირველები. აქედან გამომდინარე, რუსეთის ერთადერთი გზა და სწორი გზა არის შექმნან ჰიბრიდული მოდელი, სადაც არ იქნება სავახშო კაპიტალი. ჩინეთის სტალინის ეკონომიკა, ჩინეთი, საწყისი ეტაპი სამხრეთ კორეის განვითარების, ბევრი მოდელი შეიძლება იყოს. აქ არ არის საუბარი კომუნიზმზე ან რაღაცაზე. და თუ სახელმწიფო იქნება მთავარი წამყვანი ძალა და ესე იგი კაპიტალისტური პარადიგმაში არ იქნებიან, რუსეთს მაშინ აქვს შანსი. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ისინი გაცილებით მეც ფულს ჩადებენ მეცნიერების განვითარებაში, ნაცვლად იმ 1%-ისა მთლიანი შიდა პროდუქტის, რაც დღეს დებენ. და ამან დროს ამერიკა დებს 3.5-ს, ჩინეთი 2.7-ს და ისრაელი საერთოდ 6-ზე მეც. ხო და ქვეყანა თუ გინდა ნახო და როგორი იქნება 15 წლის მერე, დღეს უნდა ნახო რამდენს დებს მეცნიერების განვითარებაში. ჩვენ რამდენს დებს ხო არა? 0.4. აზერბაიჯანი 0.2 და სომხეთი 0.2. მინიმუმ ჩვენ 2%-მდე მაინც უნდა გქონდეს მეცნიერებაში. ოღონდ მეცნიერება ის კი არ არის რომ რაღაცა ფილოლოგია იკვლიო უაზროდ. ფილოლოგიასაც უნდა კვლევა, მაგრამ გამოყენებით ხასიათის მეცნიერებაზე, ანუ ტექნოლოგიები უნდა გამოიგონო, შექმნა, მათ შორის ციფრული ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებული ენერგიის საცავები და უამრავი თემაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია სხვათა შორის პოტენციალი გვაქვს. ერთ ორ სამ შეკითხვასაც დაგისვამ და ნელ-ნელა წავიდეთ დასასრულისკენ რა. ეხლა ევროკავშირმა მიიღო მიგრაციის პაქტი, მიგრანტთა პაქტი, სადაც ქვეყნებს ავალდებულებს, რომ მიგრანტები მიიღოს და ვინც არ მიიღებს 20,000 ევროთი აჯარიმებს. თითო ადამიანს. ანუ მაგალითად 10,000 მიგრანტი რო ქვეყანამ არ მიიღოს 200 მილიონით აჯარიმებს. ეს 10,000 არის ყველაზე პატარა ციფრი, ხო? ეხლა მან არის საუბრები 50-100,000 ადამიანს. ანუ შეიძლება ჯარიმა სახელმწიფომ უბრალოდ იმიტომ რომ მიგრანტი არ მიიღოს, უნდა გადაიხადოს მილიარდობით ევრო. და ეხლა ამას თავი ისეთი კატასტროფული მდგომარეობა ევროპაში, ეხლა ავსტრიაში, მე მგონი ქალაქ ვენაში თუ არ ვცდები, დაწყებით სკოლებში მუსულმანები არიან პირველ ადგილზე, ანუ 45%, სადაც 53%-მდე მუსულმანი ბავშვები სწავლობენ, 32%-მდე ქრისტიანები და 25% არასახელებს რა რელიგიას მიეკუთვნებიან. კიდე ეხლა გაუპატიურები რო ავიღოთ, ხო, ინგლისში და გერმანიაში კატასტროფული მდგომარეობა მიგრანტებს დღეს საშუალოდ 30 ქალს აუპატიურებენ ეს მიგრანტები. ამ ყველაფრის ფონზე ესე დაძაბული სიტუაცია კიდე ესეთ კანონებს რო იღებს ევროპაში, აი რა საითმიდიან რა მდგომარეობაში არის? ერის ეთნოსის და პატრიოტიზმის კენსელი უნდათ რა, ანუ ნახევრად საკეთებენ. აი მაგალითად ავსტრიელი არის ავსტრიაში ცხოვრობს, ხო? ნუ დღესობით ალბათ 70% მაინც ავსტრიელია. ადრე 90 და 85 იყო. და შეყავთ უცხო ტომელები, რომ საბოლოო ჯამში მიიღონ ისეთი სურათი, როცა ავსტრიელი უმრავლესობა თავის ქვეყანაში არ იქნება. თუ შენ ქვეყანაში უმრავლესობა აღარ იქნება, მაშინ რაღა უნდა დაიცვა. ეს ხო ის ავსტრია აღარ არის, რომელიც შენ გიყვარს.
აი ამას აკეთებენ აღრევ ბაბილონის გოდოლი. ანუ იქ პატრონი დომინანტი ერი ესე იგი ავტოქტონური ერი გაითქვიფოს სხვადასხვა და ზოგადად ისე უბრუნდებით იმას აი ფრანკფურტის სკოლის მეცნიერებს რომლებსაც თქვეს რომ წინააღმდეგობის გაწევა გლობალური მართლობის მიმართ შეუძლია პატრიოტ ადამიანს, მორწმუნე ადამიანს და დაოჯახებულ ადამიანს. ანუ ღმერთი ოჯახი სამშობლო. აი ამ სამ რაღაცას ებრძვიან. სამშობლო და ამ შემთხვევაში რაც აღწერეს ემიგრაცია არის სამშობლოს როგორც პატრიოტიზმის წინააღმდეგ ჩვენთან მადლობა ღმერთს რომ მოეგო ეს ხელისუფლება გონსდა და აი ხა ბოლო 1 წელია თითქმის 5,000 არალეგალის დეპორტაცია მოხდა. ხო დღეს პრემიერი გამოვიდა 25,000 იყო მინისტრის მოადგილემ გამოაცხადა შარშა. ეხლა პრემიერი გამოვიდა დღეს და 20,000-ია. ანუ 5,000 ერთ წელიწადში გააკრეს. ანუ შეძლებია თუ მოინდომებენ, ხო და ეს კარგი ტენდენცია, იმიტომ რომ ჩვენ საქსტატმა გამოაქვეყნა ახლა 86%-ია ქართველები საერთო რაოდენობა, ესე იგი 3,929,000 ადამიანი ცხოვრობს 24 წლის აღწერით, რაც გამოქვეყნდა ამ დღეებში და აქედან 3,304,000-ია ქართველი, ეთნიკურად ქართველი. ჩვენ შედარებისთვის 86% გამოდის, თუ 84 აღარ მახსოვს. მოკლედ საკმაოდ მონოეთნიკურობისკენ გადახრილი ქვეყანა ვართ, მაგრამ აი 99 წელს საბჭოთა საქართველოში ხო ბოლო აღწერით საქართველები ვიყავით 70 თუ 71%. 5,800,000-დან 5,400,000-დან და მე რომ დაიშალა საბჭოთა კავშირი 1,100,000 არაქართველი ჩვენი მოქალაქე წავიდა. ხო, აქ იყო 400,000 სომეხი წავიდა, 350,000 თუ 340,000 რუსი წავიდა. 20 წავიდა 100,000-ზე მეტი და ბევრი აზერბაიჯანელები წავიდნენ, ახლა მაგათ მატება ქონდათ ძალიან დიდი. და დღეს არიან უფრო ნაკლები, ვიდრე იყვნენ 99 წელს. ანუ ბევრი დავკარგეთ ეს შრომითი რესურსია, დემოგრაფიული რესურსია, ამას აქ ეკონომიკურ კატეგორიებზე თუ ვჟელობთ, აქ მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს იქ ეთნიკურობას და იმას. ერთი ადამიანი ეკონომიკაში მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნის $1,000,000 ეკონომიკას. აი ჩვენ ახლა 800,000 ქართველი არის ეთნიკურად ქართველი უცხოეთში. 2 მილიონამდე საქართველოს ასე ვთქვათ მოქალაქე, აქედან ვისაც აქ ძირი. 800,000 ქართველზე ვისაუბროთ ჯერ, ხო? აი ესენი ახლა ქმნიან 800 მილიარდი დოლარის ეკონომიკას შექმნიან იქ სადაც არის. ევროპაში 9 მილიონს მიაღწია უკვე ქართველების რაოდენობა, ანუ 500 მილიარდს შეუქმნიან ეგენი 45 წლის განმავლობაში, როცა მუშაობა შეუძლიათ. მერე პენსიონერები ჩამოვლენ აქ, ხო და ну ეს მათი უზრუნველყოფა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ეს 800,000 არის ჩვენი ოქროს მარაგი ასე ვთქვათ. სიდუხჭირის გამო ეს 800,000 კონკრეტულად ევროპაში არის ხო? აი 500,000-მდე არის ევროპაში, 100,000-მდე არის ამერიკაში, დანარჩენი არის რუსეთში. რუსეთში იყო გაცილებით მეტი, მაგრამ მოიკლო, იმიტომ რომ ეს უვიზო რეჟიმი შემოიღეს რუსეთიდანაც კი ევროპაში. ბევრი ჩამოვიდა საქართველოში დაბრუნდა რუსეთიდან. ომის დაწყების მერე განსაკუთრებით, ხო? რუსეთის მოქალაქე ვინ შემოვიდა, ну ეთნიკურად ქართველია ხა. იმიტომ რომ წლები ეგ ცხოვრობს. მოკლედ ეს 800,000 უცხოეთში მყოფი ქართველი არის ჩვენი ოქროს რეზერვი, რომელიც აი ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ რაღაც აი 5-7 წლის განმავლობაში, ესე იგი, ნელ-ნელა 100,000 კაცი ყოველ წელს დაბრუნდეს, ოღონდ აქ სამუშაო ადგილები. ახალგაზრდებსაც მინდა მაინც მივმართო, რომ ესე იგი, მე პირადად მომიწია 6 წელი უცხოეთში გატარება. ну სამსახური მქონდა, ყველაფერი მქონდა, ეს ჰაი-ჰარალეზე არ წავსულ ვარ, მაგრამ აი ძალიან რთულია რა სამშობლოსგან მოწყვეტილობა არის ურთულესი და მე ვიცი რომ ბევრი ფიქრობს რომ იქ რაღაცა და არავინ იქ არ გელოდებათ. აბა ყველაფერს ჯობია რომ საკუთარი ენერგია შრომა მოახმაროთ აქ საკუთარ ქვეყანაში და გაცილებით წარმატებული იქნებით, იმიტომ რომ იქ სამი თაობის მერე აი თქვენი შვილთაშვილი წარმატებული შეიძლება გახდეს, ისიც შეიძლება. განსაკუთრებით ევროპაში, ესე იგი ევროპაში
სეგრეგაცია მიდის. ჩვენ გვიყურებენ როგორც მესამე ხარისხოვან ერს. ესეც უნდა გვესმოდეს. კი, ხიმილი, ხელოვნური, ისა რაღაცა, არაფერს არ დაგიშავებენ, ესე იგი, მაგრამ საქმეზე თუ მიდგა, მაგასაც არ მოერედებიან. ამიტომ ახალგაზრდების წასვლა ყველაზე მტკივნეულია და ალბათ თუნდაც აი განათლებისთვის მიდის ბევრი. ჩემი აზრით, თუ შენ მონდომებული ხარ, აქაც შვენიერ განათლებას კეთებ. თუ შენ ხარ მონდომებული, ხა სტუდენტი წესით უნდა კითხულობდეს 60 გვერდს დღეში. აი ხა ვინც არის გინა ევროპაში, გინა საქართველოს სტუდენტები, კითხულობთ თქვენ 60 გვერდს დღეში. არ კითხულობთ. აქედან გამომდინარე ვერ იქნებით იმ დონის სპეციალისტი, რაც ჭირდება თუნდაც იმ ევროპას, ამ თუნდაც საქართველოს. ანუ საკუთარი თავში და თანაკ ნიჰილიზმი ინერგება, აი ძალიან ბევრი ტელევიზია სპეციალურად მუშაობს იმაზე, რომ შექმნან პესიმიზმი ხალხში. რო აქ არაფერი არ გამოგივა საქართველოში, არ ვარგა, ის არ ვარგა, ეს არ ვარგა, წადი. ეს სპეციალურად კეთდება. სულ ეგრევე მთელი ბავშვობა მე ეგრე მაგაში გავიზარდე. რომ ქართული ყველაფერი ცუდი იყო. ყველაფერი სწავლიდან დაწყებული, საჭმელი დამთავრებული და იქ ყველაფერი კარგი არის. მე შევიზდებოდი რა, მახსოვს ეს სპეციალურად კეთდება. ესე გარშემო რატო? იმიტომ რომ გვპარავენ შრომითი რესურსია, ესეც რესურსია, სიმდიდრეა ადამიანი. ხო თქვით, აი მილიონ დოლარის ეკონომიკას აკეთებს ერთი ადამიანი. გვპარავენ 500.000 უვიზო რეჟიმმა ჩვენ ლამაზ თვალებისთვის კი არ შემოიღეს, იმიტომ რომ გავეძარცვეთ ხალხისგან, ამიტომ შემოიღეს შრომის უნარიანი ხალხი წაიყვანეს. და ასე ყველა მიმართულები და საბოლოო ჯამში მე მინდა რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაზე უკეთესი საცხოვრებლად არც ერთ ქვეყანა არ არის. აბსოლუტურად არც. ეხლა პაესტკაში ტურისტულად, რაღაც მოსანახულებლად, ყავის დასალევად, შოპინგი, რაღაცა თუ აქ კარგად არის და კარგად იქნება დღეს მაგალითად ჩვენ მე მყავს ნაცნობი დათო ჩხენკელი საინჟინრო საკონსტრუქტორო ბიურო აქვს თავისი სპეციალისტებს ეძებს უხთიო 3-4,000 ევროს დეფიციტია ხო აი მაგალითად აი ვინც ხაზავს იმ კომუნიკაციებს პროექტისთვის ჰიდროლოგები ნუ აი სპეციალობები რა სპეციფიკური არ არის და ჯობია რომ სპეციალობას დაეუფლო აქ უკვე ევროპის დონის ხელფასები სპეციალისტებისთვის არის. თუნდაც ექიმებს შეხედე ხა ექიმები ფული იშოვეს. ეგაც ხო. ხო. ინჟინერებმა ფული იშოვეს ხო. ყველგან უკვე თუ იცი საქმე დღეს საქართველოში თავის გატანა კი არა, კარგად იქნება. ამიტომ ესე იგი მეტი სწავლა და მეტი ესე იგი ქვეყნის დატოვებაზე არ უნდა ვიფიქროთ. არა ხო, მე სადმე თუ მოგზაურობ, ერთი სული მაქვს აქ რო დავბრუნდე, ხა ჩემი და არის ცხოვრობს თქვენთან ერთად გერმანიაში, მაგრამ აი ვერ ვძლებ რა, ვერ ვძლებ. და პერიქსიმოს ვეუბნები იმას, ჩამოდით და ჩამოდით. აი ხა მერცი გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინა შორეულ პერსპექტივაში გახდებაო ევროკავშირის წევრი, ასე მარტაკოსი გამოვიდა და ახალ წევრებსო ვეტოს უფლება არ აქვს თქვენ რაც გქონდეთ მესამე ხარისხოვანი, ანუ ეს აი რას ნიშნავს, რომ ანუ გადაუსწრო საბჭოთა კავშირს ევროკავშირმა, აი როგორც აი ადრე გვაქვს ჩვენ გადაცემაში ერთად ვიყავთ ზუსტად ვლადიმერ ბუკოვსკის სიტყვები ვახსენეთ, რომ მოვადრო როდესაც ევროკავშირი საბჭოთა კავშირს დაემორგავსებოდა. მე მგონი უფრო გადაასწრეს, ხო, რაღაცა ასპექტში. ევროკავშირი უკვე გახდა ტოტალიტარული პროექტი, ისედაც ეგ ხო არ იყო ხალხისთვის გაკეთებული, ეგ იყო სუპერმდიდრების დინასტიებისთვის შექმნილი პროექტი. და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ინტერესებში, რომ აღმოსავლეთის ხარჯზე სიმდიდრე და კაი ცხოვრების დონე შეენარჩუნებინა. ევროკავშირის ჩემი აზრით დიდი მომავალი არ აქვს, მათი რეგრესი უკვე დაწყებულია, ეს შეგიძლიათ ნახოთ ახალი მანქანების გაყიდვების სტატისტიკა, მანქანების ავტოპარკის საშუალო ასაკი რომელიც 4-5 წელს შემცირდა ბოლო წლების განმავლობაში. ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ესეც ერთ-ერთი ინდიკატორია ცხოვრების დონეს, ასევე 20% არის გაუარესებული. ენერგეტიკული პრობლემები შეექმნათ, ხარხნები გარბიან, ინდუსტრიული კაპიტალი გარბის ამერიკაში, ჩინეთში და ასე შემდეგ. ევროპას დიდი მომავალი სამწუხაროდ არ აქვს და მე თუმეტეს თუ ის გადაკეთდა, ესე იგი უკვე სამხედრო ორგანიზაციად ლამობენ გადაკეთებას იარაღის ესე იგი ნაცვლად იმისა რომ ეკონომიკას მიხედვნა გამოასწორონ და ჩამორჩენილობა თავისი ჩინეთთან და ამერიკასთან მიმართებაში ცდილობენ რომ რაღაცა სამხედრო ალიანსად გარდაიქცენ და ევრაზიის ევროპის კონტინენტზე კიდე ერთი დიდი ომი აწარმოონ. ეს მათი არჩევანია, რომელიც ჩემი აზრით არის მცდარი. ევროპასთან ჩვენ გამოგვივა ურთიერთობები, ოღონდ ორმხრივი.
ცალკე ქვეყნებთან, იტალიასთან, ავსტრიასთან, ესპანეთთან, საბერძნეთთან, ბულგარეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთანაც კი. აი ესე ორმხრივი უნგრეთი, რა თქმა უნდა. აი ესე ორმხრივი ურთიერთობები საინტერესოა აი ამ ქვეყნებთან რაც ჩამოუთვალე. დანარჩენი აუცილებლად მოგვატყუებენ, გადაგვაგდებენ და აუცილებლად იხიერებენ ჩვენზე, როგორც ახლა ხეირობენ. გაუძარცვეს 35 წლის მანძილზე. როგორც ყოველთ, ხო და. ეხლა ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველიაო და ეხლა რაც რეზოლუცია მიიღეს ბოლოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს ხო ზუსტად იგივე ძველი რეზოლუციები, არაფერი ახალი. და თქვენ როგორ ვთქვით, არის რამე საშუალება ისეთი თავის დახრის გარდა, რომ ამათ ესენი რომ შეგვეშვან საბოლოოდ. ნუ არის ერთი გზა, რომელიც ძვირია. ახლა ჩვენ რო ვთქვათ, რომ ჩვენ აღარ გვაინტერესებს ევროკავშირის წევრობა, ისინი თქვენ, ოკეი, თუ არ გაინტერესებს, კარგად იყავი, ოღონდ 3 მილიარდი გადაიხადე, რომელიც მე შენ დაგახარჯე. აი ისინი თვლიან, რომ მაგათმა დაგვახარჯა 3 მილიარდად დაგვანებე მე გადავიხარ. არა, რატო პირიქით იქით უნდა გადავახშები? ამიტომაც არ ამბობს თავრობა, რომ აი მე აღარ მაინტერესებს, ხო? 3 მილიარდ 200 მილიონს თვლიან ეგენი, რომ დახარჯეს ამ ასოცირების ფარგლებში საქართველოზე, მაგრამ რეალურად დაახარჯეს გიგაურს და თავის აგენტურას. 80% ფული მან დაიხარჯა. ხო, რაღაცა ნაწილი მართლა რაღაცები გაკეთა, მაგრამ ეს საქმეს იმიტომ გაკეთა, რომ მე მაგაზე ილაპარაკონ, ამათმა რომ აი ეს შეიძლება გაგიკეთეთ, ხა, აბა, რა კაი. ზუსტად. შესაბამისად, პირველი რომ გავაცხადოთ ჩვენ რომ აღარ გვინდა წევრობა და გამოვდივართ აღარ მინდა თამაში, აი 3 მილიარდს მოგთხოვენ აუცილებლად, მაგრამ თუ თვითონ თქვეს, მაშინ ჩვენ მოვთხოვთ. იმიტომ რომ 15 წელია, ბოდიში 11 წელია მათი საქონელი იმპორტის გადასახადის გარეშე შემოდიოდა აქ. ამ ასოცირების ხელშეკრულებით, ხო? თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმებით, ხო? 12 მაშინ რაც აქვს შემოტანილი, იმის 12% იქნებოდა გადასახდელი და რაც ჩემი დათვლებით დაახლოებით 4 მილიარდი გამოდის. ხო, გადაგვიხადონ, არ ვარ წინააღმდეგ. ამიტომ მიდის ეს მე ვიცი რომ შენ იცი რომ მე ვიცი რომ ასე უზასო. და ბოლოს ეკეთებოდა დაგისან და დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. რა ეხლა თუ ხარ დაკვირვებული, არის ხშირი საუბრები უკვე გადაცემები და სტუდიებში ხალხს იწვევენ ვიღაც ასაუბრებენ რომ აი ციხის კადრები იყო დადგმულიო რა. და ეხლა მოდი მოვუსმინოთ ერთ ვიდეოს, სააკაშიმოს ხდომა მოიწვია მაგ პერიოდში და უბრალოდ აი მოვუსმინოთ რა საუბრობს. დავალება მოგეცით საღამოს. დადგინეთ თუ არა ყველა ვინც იყო ამაზე ვიდეოებში და თუ დააკავეთ. გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, ბატონ პრეზიდენტო, ამ ეტაპის უკვე დაკავებულია 10 საჯარო მოხელე, მათ შორის რამდენიმე არის მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის საბჭოთა დასრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მერვე საპროფილის დირექტორი, მისი მოადგილე და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც სულ რამდენი კაცი გავდივართ ამ ჯგუფში, რამდენი იყო? უკვე დაკავებული ყავს 10 პიროვნება და მიმდინარეობს მუშაობა დაახლოებით 12 ეჭვმიტანილი არის, რომელზეც ინტენსიურად მუშაობთ, ეხლა გადავედით ინტენსიური დაკითხვის რეჟიმზე. და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ისედაც ბუნებრივია ეს ამაზე ინტანაშაულები იყო მაქსიმალურად ეფექტურად მივიყვანოთ ბოლომდე გამოძიება. თავარი კითხვა რაც მე მაქვს აქ. აქამდე სად იყო პროკურატურა, იმიტომ რომ ის რომ ამხელა ჯგუფი. ამდენი დღე, ამდენი თვე ალბათ. არ ვიცი რა მოტივებით, ანუ მოტივოთ. მათ შორის სრული მანიაკები უბრალოდ. ესე დაუსჯელად მოქმედებდნენ. ესე დაუსჯებლად ცემდნენ, ამცირებდნენ ხალხს. და მართლა მანიაკალური იმის გარდა მე არ მესმის რა мотиваცია შეიძლება იყოს საერთოდ აი იმ ქმედებებში რაც არის. და ის რომ ჩვენ ამაზე გამოძიება მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, ეს არის ნიშნავს რომ ბევრი რგოლი ჩავარდა უბრალოდ რა. თავის პირით აღიარებს, ხო, თუ ეს ყველაფერი დადგმული იყო, მაშინ აი ეს ხდომა რატო მოიწვია, რატო დაიჭირეს რამოდენიმე ადამიანი, 10 ადამიანი დაიჭირეს, მე კიდე გამოძიება კიდე 19 ადამიანზე მიდისო, ბევრი მაღალი თანამდებობის პირებით. აი ხა ჩვენ ხო კარგად გვახსოვს, ხო, აი გრიგორიანის საქმე როგორ იყო და მთელი საქართველოს ფეხზე იდგა და ის ადამიანები რამოდენიმე თვე ყავდათ ციხეში დაჭერი და ეხა უბრალოდ თავის გადაჩენას ცდილობდა მაგიტომ მოიწვია ეს ხდომა. ეს ხო ძალიან დიდი ტყუილი არის, რომ აი ეს ციხის კადრები იყო დადგმული და კიდე აი ბაჩოახალიას გათხრებას დაიწყეს. და ეს ეხა ჩემი აზრით ის არის, რომ ახალ თაობას ცდილობენ რომ ტვინი გამოურიცხო, ვინც არ იყო უშუალო მონაწილე იმ პროცესებში, თორე ხა მე და თქვენ და იმ და ვინც უშუალო მონაწილე ამას ხო უბრალოდ ვერ დაგვაჯერებენ. თქვენ აი როგორც ეს თან სისტემატიური სახე მიიღო ამან, თქვენ რას ფიქრობთ ამას? ახალგაზრდებს განსაკუთრებით უნდა შევახსენოთ ხოლმე რომ სააკაშვილის მმართველობა ეს იყო სერიოზულად სისხლიანი დიქტატურა, რომლის დროსაც მასობრივი წამება მიდიოდა ციხეებში. ციხეები იყო გადატენილი,
10 კვადრატულ მეტრ საკანში იყო 50 კაცი მოთავსებული ხშირ შემთხვევაში. და ნუ ეს კარანტინის დროს დაშლა წამება, ცემა, ღირსების შეურაცხყოფა ეს იყო ჩვეულებრივი მასობრივი. მაგრამ გარდა ამისა იყო კიდე კაცრების ვიდეო, რომელიც იპოვეს 20,000-ზე მეტი წამების გაუპატიურების კადრები და ეს მანიაკები თვითონ ვიდეოზე იღებდნენ ამ გაუპატიურების სცენებს, მათ შორის მამაკაცების. და ეს იყო ინდუსტრიული ხასიათი ჰქონდა ამ ქართველი ერის წამებას. შედარებისთვის ახალგაზრდებს რომ მაინც ანალიზისთვის მივცეთ ეს ციფრები. ჩვენ 37 წელს, როცა ეს ლეგენდარული ვითომ რეპრესიები როცა იყო, საქართველოში არის მემორიალის დათვლით ეს სახაროვის ცოლის ანდრეი სახაროვის ცოლის ორგანიზაცია, რეპრესირებული იყო 12-დან 16,000-მდე ადამიანი. ორი ციფრი აქვს მაგათ ნახსენები 12 და 16. და სააკაშვილის დროს ციხე გაიარა 300,000-მა მამაკაცმა, 300,000-მა ადამიანმა. ეს არის ფაქტურად შრომის უნარიანი მამაკაცების 20%. ანუ მთელი ერი გაატარეს ციხეში, აწამეს და ბევრს ფსიქიკა დაუნგრიეს, ჯანმრთელობა დაუნგრიეს და გამოსვლის მერე იქ ციხეში სიკვდილიანობით პირველ ადგილზე იყო საქართველო მთელს ევროპაში. ერთ მალავდნენ ბევრს 100,000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში. 13,000 პატიმარი იყო. ეს იყო სერიოზული დიქტატორული სისხლიანი რეჟიმი, რომელიც უნდა გასამართლდეს, მაგრამ ნუ რა ვიცი, ჯერჯერობით გაიწევა, ხო? ძალიან გაიწევა და მოთმინებით დაველოდოთ. ხო. გასაგები, მადლობა მოკლედ საინტერესო საუბრისთვის, სხვა დროსაც კიდე გავაგზავნოთ. მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურებდით, მოვალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ და არ დაგავწოთ ჩვენი არხის გამოწერა.